მოგეშოკოთ მეგობრებო. ეს არის საავტორო გადაცემა ფიქრი ამოძრავებული მომავალია მოქმედების დროა. ეს გადაცემა ბევრი რამით იქნება გამორჩეული და პირველ რიგში იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საავტორო გადაცემაა ეს, მე მინდა რომ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ ადამიანს, ბატონ ჯუმბერ კოპალიანს ვთხოვო, რომ მან წაიყვანოს ეს და ვარ ბედნიერი, რომ ჩამოვიდა როგორც იტყვიან დმანისიდან და როგორც პარასკევს მოგახსენეთ, ჩვენ დღეს გვექნებოდა ძალიან სერიოზული განხილვა იმისა, რასაც ქვია მომავლის პროგრამა, ჩვენი რასაც იმედის პროგრამა, სათაური უკვე ცნობილია, იმედის პროგრამა მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. შემადგენლობა ბრწყინვალე, ბატონ ჯუმბერ კოპალიანი მართლაც რომ ჩვენი ქვეყნისთვის სიმდიდრე და ერთი საამაყო კაცი, მადლობა მას ყველაფრისთვის, ის რომ ქართული ერთობის დარბაზის ხელმძღვანელია და ტელევიზია ქართულის, როგორც იტყვიან, დამფუძნებელი და აქციების მთავარი მფლობელი, სწორედ ქართული ერთობის დარბაზია და ამ საქმეს სათავეში მერაბ ბერძენიშვილი ედგა, ამ საქმეს სათავეში რეზო ჩხეიძე, ძალიან ცნობილი პიროვნებები არიან, დღეს ტარიელ ხარხილაური, რომან ურუასხვები და თავმჯდომარე და ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი ჯუმბერ კოპალიანი. მე ძალიან გავიხარე ბატონო ჯუმბერ გუშინ წინ ესე იგი აი დიდი ლიტერატურული რომ შეჯამდა კუჯი, ყველა მერთხმად თქვა იმის თაობაზე რომ შემდგომი დმანიში უნდა ჩატარდეს და ითქვა იმის გამოც რომ იქ ძალიან ღერძული კაცი ყავს ქართულ საქართველოს და ესე იგი რა მთელს ქვეყანას თქვენ აერთიანებთ მე ყველა ეროვნების ყველა მის წარმომადგენლებს როგორი ავტორიტეტი გაქვთ იქ და ძალიან სასიამოვნო და მიხარია რომ აი ამ კუჯის ავტორებს აი ესეთი კარგი წინააღმდება აქვთ. მე მივესალმები იმას რომ აი ყველა ჩვენ ერთხმად ვაღიარეთ ქალბატონი მედია აბაშიძე რაღაც ერთ-ერთი გამორჩეული მონაპოვარია ჩვენ ტელევიზიისთვის და მეცნიერთა კონგრესისთვის უპირველესად ხოლმე ამ ბოლო პერიოდში თავისი გამოცდილებით იმ განწყობით რომელიც მას მოაქვს და ეს არის ძალიან კონკრეტული პრაქტიკული განწყობა და ძალიან მიხარია რომ სექტემბერში როდესაც ჩვენ ვნახავთ იმას რასაც ქვია და ბატონი ჯუმბერი გახსნის ამ შეხვედრას მაშინ იქ რასაც საზოგადოებრივი პარლამენტი ნიშნავს, აი ნახავთ როგორი შემადგენლობა იქნება იქ და როგორი ადამიანები იქნებიან. ასეთივე ამ საზოგადოებრივი პარლამენტის ერთი წევრი ბატონი ჯუბაღებელი აქ არის. მე ხელთ მაქვს ახლა დღეს გუშინ გამოსული ლიტერატურული საქართველო და მიხარია რომ აი ვთქვათ აი ესეთი დღეს დაურეკე რამდენიმე პიროვნებას თემურ ლანჩავასაც მიულოცო და გელა ხუნწარიძესაც და ძალიან ბევრი იმას რაც მოვასწარი რომ ენახა და ძალიან კიდევ ერთხელ ველოდებით რომ როდის იქნება რომ ტელევიზია ქართულში დღეს თქვენი საუბარი ქალბატონ მანასთან შედგა რომ იქნება ტელევიზია ქართულში ლიტერატურული საქართველო ტელევიზია ქართულზე ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემა და ეჭვიან ვეპარება რომ ძალიან ღირსეული ბატონი ვაჟა ოთარაშვილი არის ბევრი რამით როგორც წერალი როგორც მეცნიერების დოქტორია სხვა მიმართულებით როგორც პოეტ მწერალს პროზაიკოს და იმას ყველა ვიცნობ ჩვენ და როგორც პოეტს მაგრამ აი ამ შემთხვევაში ყველაზე გამორჩეული ამ ბოლო პერიოდში რომ მუდმივად ქართული მიწის რაღაც არნახული გამორჩეული დამცველი და ეხლა ძალიან ბევრი რომ ხმაურობს დღეს და დღესაც მოდის საპატრიარქოდან სადაც ერთ-ერთი უნიკალური ისტორიული ძეგლის დაცვასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული საუბარი ქონდა. ბატონებო, ეგ არის ჩვენი შემადგენლობა, ჩვენ ვთქვით წინა გადაცემაში ბატონ ჯუმბერ რომ იმედის პროგრამა არ არის მარტო ის 21 პუნქტიანი პროგრამა. იმედის პროგრამა შედგება მთავარი 7 დოკუმენტისგან. რა დოკუმენტები ესენი? ეროვნული თანხმობის პარლამენტის კონცეფცია პირველი, მეორე ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, მესამე სისტემური ცვლილებების 21 პუნქტიანი პროგრამა, როგორც აღწერია, მიზანია სამშობლო და ადამიანის სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლის საშუალება ამ მიზნის მისაღწევად, მეოთხე სახელმწიფო კაცების საკრებულოს შექმნის კონცეფცია, იდეა ეკუთვნის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და ამ საქმის ერთ-ერთი როგორც იტყვიან წინამძღოლი ბატონი ჯუმბერ კოპალიანი გახლავთ. მეხუთე მართალი ტელევიზიის კონცეფცია, აი რომელსაც ძალიან ბევრი კარგი პატრონი ყავს, როგორც ტელევიზიის დირექტორი და ეგრე ქალბატონი ამ შემთხვევაში მედია აბაშიძეც უერთდება. შემდგომ მეექვსე პროგრამული კონცეფცია ხალხი ქირაობს ხელისუფლებას და მეშვიდე ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა სოფლიო კონგრესის კონცეფცია. ეს 7 რამ ანუ აქ ბატონი ჯუმბერი როდესაც დავიწყებდით ამბობდა რომ მეცნიერთა კონგრესმა ამ წლების განმავლობაში დადო დოკუმენტები რომელსაც ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ აი ეხლა მოპყრდება
ცხოვრებაში მოყვანა და აღსრულება. ეს არის მეცნიერება, ეს არის მეცნიერების ძალიან დიდი დამსახურება და აი სწორედ მეცნიერების დოქტორი რამდენიმე ხარ დღეს აქ ბატონი ვახში და მე ვართ ამ შემთხვევაში როგორც ვთქვათ ამ საქმის ერთ-ერთი სათავეებთან და ორგანიზატორები ბატონი ვახში როგორც აი ამ წიგნის რასაც ქვია გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ფონდია შექმნილი და მის სათავეში მდგომი პიროვნება ძალიან საინტერესო გამორჩეული თავისი ოჯახით უწესიერესი კაცი და უცხოეთში გამოცდილებით მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილებით და აი ჩვენ აი ასეთი შემოადგენლობით ვარ დღეს მეორე ნაწილში კიდე ბატონი ბესიკ ბოგველი შემოგვიერთება ფსიქოლოგი და აი დღეს აი ასეთი კარგი საუბარი გვექნება ჩვენ ორ ნაწილად ბატონ ჯუმბერ მე დავიწყე დანარჩენი თქვენი ცით ახლა და წაიყვანეთ როგორადა ჩავთვლით და მე ზოგიერთ რამეს მე წარმოვადგენ კიდე მე ვესალმები ჩვენს ძვირფას მაყურებელს თვითონ თქვენგანაც მოგესალმებით და მერტმა ახალი სასიხადო ამბები დაგვეწყოს ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეები დაგვეწყოს თვითონ ყოველი გადაცემა ჩვენი მე პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენგანაც მე ამაყი ვარ იმით რომ ვარ თქვენთან ერთად ჩვენ ვართ ამაყი ვარ იმიტომ რომ ბევრი რამ იწერება ბევრს ლაპარაკობენ იმაზე რომ როგორ ჩავარდით ამ დღეში ჩვენი ქვეყანა როგორ ჩავარდა ეს უკვე შეიძლება ითქვას ყველასათვის ნათელი არის მაგრამ ამ ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად რა შრომა იქნა გაწეული აი ამ ადამიანების მიერ თქვენთან და კიდე რამდენი არის რომ ჩვენ ქვეყანას რამე ეშველოს ჩვენი მეცნიერები რომლებიც შეურაცხყვეს ჩარეცხილები უწოდეს მათ მაინც არ ჩაიგნიეს ხელი და ყოველდღე ფიქრობდნენ ჩვენ სამშობლოზე მის მომავალზე და მათი ნაშრომები თანდათან გამოდის ასპარეზზე და მე პირადად გაყურებული ვარ აი ამ ჭრილში მყოფ მეცნიერებს რამდენი რამ გავუკეთებიათ და მე უდიდესი მადლობა მინდა ბატონ თემურ შაშიაშვილს უთხრა ეს უნიკალური პიროვნება არის ამდვილად დიდი გამოცდილების სახელმწიფო სამსახურში რადონის თანამდებობის პატრონი იყო ყველგან სადაც ის იყო გაიარა თავის ცხოვრების გზა დღემდე წესიერებით პატიოსნებით საოცარი შრომის მოყვარეობით შეკრა ეს ადამიანები საქართველოს მოფიქრალი ადამიანები განსაკუთრებით მეცნიერების და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დაიწყეს შრომა მუშაობა იმისათვის რომ დაედოთ მაგიდაზე ის პროგრამები რაც ჩვენს ქვეყანას წინ წაიყვანდა და აი მე მინდა მიულოცო თვითონ და დიდი მადლობა უთხრა თვითონული მეცნიერს თუ ხელოვნური კულტურის ხელოვნების წარმომადგენლებს რომლებმაც უდიდესი შრომის შემდეგ ძალიან დიდი ნაყოფი დადეს მაგიდაზე შრომის შედეგები მარტო გუშინ წინ აი რამდენიმე დღის წინ ისევ ბატონ თემურ შაშიაშვილისა და მეცნიერთა კონგრესის ინიციატივით თაოსნობით შედგა ერთ-ერთი ძალიან დიდი ნაშრომის პრეზენტაცია ბატონი გივი თალაკვაძისა და ბატონ სოსო არჩვაძის მიერ შედგა აგერ არის ბატონი იმბერ თქვენ საჩუქრად გადმოგცემთ ვა დიდი მადლობა ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს რომ აი საქართველოს ინტეგრალური რესურსები რისი პატრონები ვართ ეს ყველაფერი ამაშია და აი ეს კი გვაქვს ეს სიმდიდრე ღვთისაგან ბოძებული მე ასე ვიტყოდი და შემთხვევით არ არის ის რომ ღვთისმშობლის წირთომილი ქვეყანა ვართ ჩვენ აი მართლაც გასამუდრებული ქვეყანა მე როგორც ისტორიკოსი და არქეოლოგი მიამაყება რომ ამ პროფესიის წარმომადგენელი ვარ და მიამაყება ის რომ ამბობდნენ კაცობრიობის ცივილიზაციის სათავეები აქ არის
და აი ჩემი ექსპედიციის მიერ აღმოჩნდა ეს უძველესი ადამიანის დადასტურდა რომ კაცობრიობის ისტორიაც აქედან დაიწყო და ჩვენ ქართველები ცოტა თავშეკავებულები ვართ ზედმეტად მორიდებულები ზედმეტად მე იქ ჩემს მუზეუმში არქეოლოგიურ მუზეუმში თქვენ ნამყოფი ხართ იქ მთავრობის წარმომადგენლები მაშინ პრემიერ-მინისტრი გახარია იყო თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე კახიგალაძე და იმათ ვეუბნები იქ სადაც ამ მუზეუმში უძველესი ადამიანის ზეზო და მზიას სახელით რომ არიან ცნობილი აი ვეუბნები რომ 2000 წელს ცნობილმა ამერიკულმა სამეცნიერო ჟურნალმა Science-მა მეცნიერებამ ჩატარა გამოკითხვა მთელ მსოფლიოში ყველაზე 10 ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა მეცნიერების ყველა დარგში და დმანისის აღმოჩენა მესამე ადგილი დაიკავა. დიდი ამბავია ძალიან. მაშინვე პირველი მეორე ვინ დაიკავა? მართლაც ხსეულად. პირველი ადგილი დაიკავა გენეტიკური კოდის გაშიფრვა, დნმ რომ არის დღეს, ეს ძალიან დიდი აღმოჩენა. მეორე ადგილი დაიკავა მარსზე წყლის არსებობის დადასტურება. მესამე დმანისმა დაიკავა. და ამ თავრობას ვეუბნები ეს რომ ჩვენ მეზობელს სომხეთში მომხდარიყო ეს აღმოჩენა თქო დმანისის ნახალაქარი მინაში იქნებოდა ჩასმული თქო და ჩვენ მისი აღმოჩენები ალბათ ხელის გულზე გეყოლებოდით თქო ცოტა ახენი ხალხი ვართ ქართველები ამის დადასტურება ეს თავისუფლება მე ეს რატომ ვახსენე საქართველო არ არის ვიღაცების მიერ ხელსამოსაგრაო ქვეყანა. აქ არის უდიდესი კულტურა შექმნილი ჩვენი წინაპრების მიერ. და თქვენ ბატონო ბავშვი თქვენ ციგნით აი კარადევში ქრონოლოგიურად დაინახეთ რა სიგარი კულტურა არის შექმნილი დმანისის მიწაზე ქართველთა წინაპრების მიერ. ეს არის სახე ჩვენი. მე არ დამამისდება ამ სოფლიო ქვეყანა არ არის ხალხი დარჩენილი რომლებსაც არ ენახათ ეს მუზეუმი და მათი შთაბეჭდილების წიგნში ჩანაწერები რომ დაიგითოთ რამდენიმე თარგმნელი გაოცებულები მიდიან ერთი ვოცკაციანი მე განსაკუთრებით მინდა აღნიშნო ვოცკაციანი ჯგუფი მოვიდა ინდონეზიელი პროფესორის ხელმძღვანელობით ინდონეზიელები მალაიზიის სინგაპურისა და ჰონკონგის ვოცკაციანი 5 კაცი და 15 ქალი იყო. აი ამ პროფესორმა მე ჩემი წიგნი ვაჩუქე მაინც ნახალაქარი და თქო ერთად გადავიღოთ სურათი დაიჩოქა. მე უბედნიერესი კაცი ვარ რომ აქ მოხდიო. აი მე როგორც ქართველისათვის პატარა ცვლილები მიწვის აი ამ წასულის გამომზეურებაში უდიდესი აი ეს არის ჩვენი სახე უდიდესი სახე ეს არის ჩვენი სახე ჩემო ძვირფასებო აი ამიტომ ვიღაცებს გონიათ რომ ზემოდან შეუძლიათ ვიყურონ ჩვენ მე იქ ვეუბნები აი ამერიკის ერთშობილები იანკელი იყო მაშინ კელდებინანის წინ როცა ვაჩვენე კარადებში აი კარადაში ქრონოლოგიურად განლაგებული უძველესი ადამიანის ნაწილებული შუა საუკუნეებით დამთავრებული ყველა პერიოდი უნიკალურია დმანის სამხრეთ აი ბატონო ერჩო უძველესი ადამიანიდან დაწყებული მე-18 საუკუნემდე აი ჩვენი ისტორია აგერ არის ამ კარადებში მე-18 საუკუნეში ჩვენი ისტორია დამთავრდა თქო მაშინ როცა თქვენ ამერიკელებმა მაშინ შექმნით სახელმწიფოს. მე ასე ვთქვი, თქვენ ვარ მდგოს. მაგრამ ევროპელებს ვეუბნები ახლა ვანგარი დელეგაციები რომ მოდიან. ჩვენ კი არ მოვდივართ ევროპაში. ანუ თქვენ ბრუნდებით თქვენი წინაპრების სამშობლოში. და მე ამით ვარ ამაყი რომ ჩემ სამშობლოს ჩემ ქართველებს ასეთი დიდი ისტორია აქვს. და აი რამდენი უცხოელი მეცნიერები წერენ რომ თელ აქედან წამოვიდა ცივილიზაცია განსახლებული იყვნენ ჩვენი წინაპრები ეგვიპტე გინდა ხმელთაშუა ზღვის მესოპოტამია გინდა შუმერები
წერენ, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ აღრძალული ქონდა ნამდვილი ისტორიის დაწერა. სხვადასხვა სტალინმა და ეს სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბრიძენიშვილის და ივანე ჯავახიშვილის მეთაურობით ამან სახელმწიფო შექმნეს საქართველოს ისტორიის სახელმწიფო. და აი 45 წელს აი ამ სახელმწიფო გააკეთეს მართლაც კარგი სახელმწიფო. ბოლო გამოცემა 48 წელს. 48 წელს და მერე შეწყვიტეს ხრუშოვის. სამწუხაროდ მერე ხრუშოვის მე სახელმწიფოებრივ სწავლობდი და ჩუმად არა მაგრამ წიგნი მქონდა შენახული მე ხლაც და დღეს უნდა თამამად ჩვენმა მეცნიერებმა უნდა დაიწყო მუშაობა ჩვენმა ისტორიკოსებმა ენათმეცნიერებმა ქართულური მეცნიერების წარმომადგენლებმა თუ რამდენიმე წასული ქონდა ვიდუს დისკუსიები გავმართოთ ვიკამათოთ და შევქმნათ ნამდვილი საქართველოს ისტორია სახელმწიფო. მე ამ კუთხით როგორც ისტორიკოსი მე ამ კუთხით გეუბნები. კარგი წინადადება აქვს. ჩემო ძვირფასებო ასევე აქვე მინდა განმაცხადო მანისის ნაქალაქარი დაკონსერვებული არის. მე-14 საუკუნის ბოლოს, როცა თემურლენმა მიწასთან გაასწორა ეს უძლიერესი და უმდიდრესი ქალაქი მანისი, იმის შემდეგ მიწის სპეციალისტის ქალაქი. მე შევძელი მხოლოდ შიდა ციხის გათხრა მთლიანად 10 წელი დამჭირდა და ის ჩანს. ზედაპირზე და აქტუალურია ხალხი. და არქეოლოგიურ მასალას ვარ. დანარჩენი ქალაქი არის მიწისქვეშ. და მე ვაყენებ თავრობის წინაშე, ხელისუფლების წინაშე ეს იდეა ჩამოწერილი მაქვს, გავაცანი ზოგიერთებს და მე მინდა ეს ხმამაღლა განმაცხადო. სახელმწიფომ უნდა მოგიდოს ხელი და დაიწყოს ფართო მასშტაბის არქეოლოგიური შესწავლა გათხრები ამ მანისის ნაქალაქარის. წინვალია. არა მარტო უძველესი ადამიანის ისა გვაქვს. აქ აღმოჩენილი არამედ როგორც შუა საუკუნეების კლასიკური ქალაქი ეს ნახოს მაყურებელმა. მისი გამოვლენა უნდა მოხდეს. აქ უნდა საერთაშორისო პროექტი უნდა გაკეთდეს და აქ უნდა ჩაერთოს უცხოელებიც, სტუდენტებიც, ყველაფერი და ფართო მასშტაბის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყოს ამ ქალაქის. მე ამ ჩემი პროფესიიდან მეუბნებით. საქართველოს ისეთი ისტორია აქვს რომ თემ სოფლიოს შეყოფა. მე ასე ვიტყოდი. ეს ერთი მხრივ. მეორე როგორც აღნიშნე, ჩვენმა მეცნიერებმა და განსაკუთრებით აი ბატონ თემურის უდიდესი დამსახურებული ბატონი ვახშია წამდება, რა შრომა გაქვს წლების მანძილზე გაწეული იმისათვის, რომ მაგიდაზე დაგედოთ კარგად დახვეწილი პროგრამები. თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და ვინ რა უნდა გააკეთოს. აი ეს დაიდო, რა გვაქვს, რისი პატრონები ვარ ჩვენ და მართლაც დიდარი რესურსებით ვარ ჩვენ, არა მარტო ისტორია, არამედ ბუნებრივი რესურსებით და ინტელექტუალური რესურსებით გაჯერებული ქვეყანა ვართ. და აი რა უნდა გავაკეთოთ მომავლისათვის. აი ეს უკვე მეცნიერება მე დიდი მადლობა მოწიწებით თვითონული მეცნიერის წინაშე, რომელსაც ამ გაჭირვების წლებში იმუშავეს, არ უღალატეს თავის სამშობლოს და რაც კი შეეძლოთ ყველაფერი ჩადეს სული გული ყველაფერი ნაშრომებში იმ პროგრამაში, რომელსაც დღეს უკვე თანდათან ჩვენი ტელევიზიის საშუალებით გაეცნობა ჩვენი მოსახლეობა. მე აქ არ მინდა დამავიწყდეს აი ამ შიშველი ხელებით მუშაობს ჩვენი ტელევიზიაც, ქართული ტელე. მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ქალბატონო მანანა იმედაძეს, მართლაც საოცარი პიროვნება. მე აი გაკვირვებული ვარ, როგორ შეძლო მან კიდევ ამ ტელევიზიის ასეთი სახით მუშაობა. როგორ შეძლო, დიდი მადლობა მას. და მე მიხარია თქვენ ყველას გიცნობთ, გარდა ქალბატონი მედიასი. მედია აბაშიძე, რომელიც შემოგვიერთდა და როგორ მეწყინს ვერ წარმოიდგენთ. არა მარტო შვენიერება შემოვიდა ერთი, არამედ მრავალშვილიანი დედა, 4 ბიჭის დედა.
აი რაც გადაგვარჩენთ ჩვენ აი ასეთი და როგორი ბიჭები ყავს მე რეგაც როგორი ბიჭები გადადული კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ჩვენს ძალიან ვისო კოლექტივში და მალე მიგველოსოს ერთმანეთისათვის ყოველ დღე მიგველოსოს ახალი წარმატებები ჩვენი ტელევიზიით ჩვენი ხალხისათვის მადლია დამიგზედა გავზარდეთ ბატონ ჯუბერი ძალიან საუბარი მე მინდა ახლა თვითონმა თქვენთაგანმა დღევანდელ სიტუაციაში განმგომარებაში ვართ ახლა ბევრი რამ ვიცით და აი რა უნდა გავაკეთოთ მომავალში ამის შესახებ თვითონმა თქვენთაგანმა თუ შეიძლება ბატონ ჯუბერი თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე გავითვალისწინე ყველაფერი გუშინ წინ პარასკევს გადაცემაში ვთქვი რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა რო კონდეს მეთქი მიღებული ეს იქნებოდა ხოლ მაგრამ ჩვენ ხომ მივიღეთ გელაჩი და თქვენი მონაწილეობა იყო როცა ვიყავით პირველად რო დავიწყეთ იქ მაგრამ მე ვთქვი რომ ეს გავასწორეთ ბატონ ჯუმბერთან ერთად ბოლო ვარიანტი და მე ვეუბნები მეთქი რომ დიდი დამცველი რო ხართ ბატონი ბიზნესი არის რაიმე საწინააღმდეგო აქ თქვა ვინმესი მეთქი რომელიმესი არის თქო გასწორებული ასე აი ჩვენ ვართ შემრიგებელი ჩვენი ამა მეცნიერთა კონგრესი რა არის მე ვეთანხმები ბატონ ჯუმბერს ხადახან მეც თვალსაც გვაკრიტიკებს რომ პიროვნებებს არაფერი ვერ გული მწყდება იმაზე რომ როდესაც ასეთი ნაშრომები დებს ასეთი შრომები დებს როცა ქვეყნისთვის სათავეებთან ხარ, აი უნდა მოკიდო ხელი ამნაირ რამეებს და მე დარწმუნებული ვარ. ხმამაღლა ვამბობ დღეს. ქვეყანას ყავს რამდენიმე პიროვნება, ერთ-ერთი აგზის და შეიძლება აგერ ბევრი იყოთ ასეთი, მაგრამ ახლა ასაკითაიმით ვამბობ ბატონი ჯუმბერი, არის კიდევ თქვათ აი გაბატონი ნონა, ძალიან ბევრი ვინმე იქ აკადემიაში არიან სხვები და სხვები, რომლებსაც აქვთ უფლება, საშუალება და მოითხოვონ და უთხრან და მივიდნენ სადაც საჭიროა და უთხრან რომ ქვეყანას ჭირდება დღეს არნახული ერთობა და ჰარმონიზაცია ჩვენი თანამშრომლობის. აი ბატონი ჯუმბერი, ახლა რო გავხე მიაგე რაც გვაქვს გაკეთებული და ეს თქვენი ყველას მონაწილეობა არის. სათაური მე მგონი კარგადაა გამოკვეთილი და თქვით რომ ეს უბრალო პროგრამები არ არის მარტო ეხლა თუ არ გვიღალატებს ეს აგერ თავისუფლება სიმართლეშია ჩვენ ეს ქართული ერთობის დარბაზის და ამის თავარი არის ეგ რომ სიმართლე იყოს ირგვლივ რომ არც ერთი ტელევიზია არ გვატყუებდეს და აგერ ეს ბალატოს ვატყობ გამოტოვა სოციალური პასუხისმგებლობა გამოტოვა აი არის შემდგომ იმის შემდგომ სოციალური პასუხისმგებლობა ანუ ყველა მოქალაქეს გვეკისრება პასუხისმგებლობა ყველას აი ქვეყანაში ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია აი რაც მოდის ამის შემდგომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ აი აგერ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ეს რაც აქ არის რომ მეცნიერთა კონგრესის პოზიცია ქვეყნის პოტენციალ სრული ამოქმედება ქვეყნის საერთაშორისო მისიის შესრულება შეუძლია მხოლოდ ერთს ეროვნული თანხმობის ხელისუფლებას რომელიც რეალიზება ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნით უნდა დაიწყოს ხოსორად არის აი ერთ-ერთი დიდი დამსახურება აი ფიქრი მომავალზე რაში გამოიხატება ჩვენ მე საერთოდ დიდი ხანია პარტიების მტერი ვარ პარტიებმა დაღუპეს ქვეყანა ეს რაღაცა ძალებს სჭირდებათ ასე პარტიულობის იმით აი ყველაზე კარგი დღეს ჩვენ საქართველოს სჭირდება გაერთიანება ვერ ხდება იმიტომ რომ ყველას უნდა ლიდერობა ყველას უნდა თავის პარტია გაიყვანოს წინა პლანზე ამიტომ საჭიროა ეროვნული თანხმობის პარლამენტზე. ბატონო, და ამიტომ თქვენ ეროვნული თანხმობის პარლამენტზე შეირჩეს ხალხო ძალიან კარგადაა კონცეფცია ჩამოყალიბდა. კონცეფცია ყველა ვინც აქართ მონაწილეობა ბატონი ვაჟა აქტუალებულია. მონაწილეობა მიიღო თქვენ. მე ბატონ რომან ურვას უთხარი და აგერ თქვენ გეუბნებით რომ ბიჭო ეს მოსალებები რო არის ჩვენ ხო არაფერი არ მინდა მე თანამდებობა არ მინდა არაფერი. უთხარეთ რომ დღეს ქვეყნის გადარჩენა არის ეროვნული თანხმობის ამ იდეაში, ამ პარლამენტის ამ იდეაში. ამიტომ ვისთანაც საჭიროა კეთილი უნდა ვინებოთ და ყველამ აი აგერ როგორი აი ასათაური
როგორ არის ჩამოყალიბებული მეცნიერები საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ხავს როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ ამ ხალხს უნდა ვიცნობდეთ ეს ქვეყნის ოქროს ფონდია და ასეთი გაბედული ადამიანებით უნდა შეიქმნას დიდი ქართული ერთობა ხო სწორია ხო ჩამოყალიბებულია ეს თქვენ როგორ დაიწყეთ აი ეს პატრიარქის იდეის გაგრძელება და შემდგომ მე იგივე ვთქვა ჩვენ რომ მივმართეთ მოსახლეობას თქვენ გააკეთეთ ეს მიმართულება ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ უამრავი ადამიანი 200-მდე კაცია დასახელებული ისეთი რომელსაც რამდენიმე მეერ უწყინვალესი ამას ერთად რო დავინახავთ ვიტყვით რომ ამ ქვეყანაში შეიძლება რომ სასწაული გავაკეთოთ ხალხო და რატო უნდა წაბართვათ ეს რატო თემური აი აქ შეგვაქვს რამდენიმე ადამიანი ხო აი მაგალითად უნდა იყოს ჩვენგან ყველა ჩვენი შეხედულება გვაქვს პიროვნებებთან დაკავშირებით თუ მოვლენებთან დაკავშირებით დიახ ძალიან საუბრობთ ამან არ უნდა იმოქმედოს ჩვენი საერთო სამშობლოა თქვენი სამშობლოც არის ჩემი სამშობლოც და ერთად ვიფიქროთ შენებურად მიგაჩნია რა ამ პიროვნების შეფასება შეიძლება მე არ დაგეთანხმოთ ამან რატომ უნდა გამოიწვიოს ჩვენ შორის ზიზღი და სეზონური ერთმანეთი აბსოლუტურად ეროვნული თანხმობა მაგალითი არის ჩვენი აი ჩვენ განსხვავდებით რაღაცეებში ხო აი შეხედულებებით მაგრამ მეგობრები ვარ ერთად ვფიქრობ ჩვენ მომავალ სამშობლოს საზოგადოებრივი პარლამენტი რო ჩამოყალიბდება და მისი შემადგენლობა რო გაანალიზდება საქართველოს იამაკებს რომ ყველა რეგიონს თავის წარმომადგენელი ეყოლება ყველა საზოგადოებრივი გუნდს თავის წარმომადგენელი ეყოლება და ყველა პოლიტიკურ ძალა ყველაფერს და ხალხი იტყვის რომ აი ამაში არ შეიძლება ერთფეროვანი და არ შეიძლება ქვეყანა იმართებოდა მოვიდა შევარდნაძე და ერთი კაცის გუნება განწყობით შექმნილი ხელისუფლება მოვიდა სააკაშვილი და ერთი კაცის გუნება განწყობით შექმნილი ხელისუფლება გრძელდება ეს უნდა დაინგრეს ამ ქვეყანაში ეს არ შეიძლება ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ხო მაგარი დოკუმენტია შემოშევებული ხო ეხლა აი ასეთი აი აგერ კიდე ჩვენ ვამბობ თუ ის რაც გავიარეთ არ მოხდა ამ მიწაზე ხალხის გარეშე წავლენ ჩვენები გარე და მოვლენ ხალხები მიწის გარეშე და ჩვენი პოზიცია რა არის ქართული მხოლოდ ქართული გზა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს ეხლა მე მივდივარ იქეთკენ რომ მე თქვენ აი ამ პირველ ნაწილს აგერ 1-2 წუთი მინდა და აი ნახეთ მე თქვენი მოსაზრებები რომ აი რაც გავიარეთ ეხლა და რომ ჩამოყალიბდეს აი ეხლა მეცნიერთა კონგრესი თავაზობ სისტემური ცვლილებების პროგრამას სიტყვა ხალხსა და ხელისუფლებაზეა ნუ ეს გავიაროთ ეხლა ეს და ჩამოყალიბოთ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ რომელსაც მინდა დასაწყისში რომ ვამბობთ თავარს აი აქედან იწყება თქვენი გამოსვლები უკვე კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ის ხელისუფლებაა რომელიც იცავს ადამიანისათვის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს სიცოცხლის უფლებას, სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებას და ბედნიერი ცხოვრებისადმი მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანის საცხოვრისი, ანუ გადახურული უნდა კონდეს, კაც ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდეს, კაც გადახურული უნდა კონდეს საარსებო მინიმუმი ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. ხომ არ შეიძლება ბატონო ჯუმბერ, მე ახლა არ მინდა კომენტარი გააკეთოთ, მაგრამ ყველას მოგმართავთ, რომ ხომ არ შეიძლება რომ ჩვენი ხელისუფლება ან პოლიტიკოსები, შვილები და ხელისუფალთა შვილები სწავლობდნენ კერძო სკოლებში და იხდიდნენ წელიწადში 10, 15, 20,000 ლარს თუ დოლარს და ჩვენ სხვა დანარჩენი ვინ არის? ხო არ შეიძლება ეგეთი რამე. შენი შვილი კი არ უნდა წაიყვანო განათლება აქცია ბატონო, იმად აბა როგორ შეიძლება ჯანმრთელობა შენ უცხოეთში მიყავ, შენი ოჯახისევრი სამკურნალოდ კი, მაგრამ აქ მომიწყვე განათლება თუ გინდა შენ ხელისუფლებაში თორა და წადი ბიზნესში იყავი და სადაც რაც გინდა ის გააკეთე, ხო არ გეკამათება არავინ. და აი ბოლო აი ეგ რომელიც არის ჩვენ ვეუბნებით ყველა ხელისუფლებას და ვეუბნებით ამ ხელისუფლებას იყავით ბატონო გიკრავთ ტაშს რომ შეასრულეთ ის რაც იქ წერია თუ ამას ვერ ასრულებ ნახეთ როგორ მიწერია ხელისუფლება რომელიც ამას ვერ ახერხებს გამოდის რომ კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს პრაქტიკულად არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ის უნდა გადადგეს საერთო სახალხო რეფერენდუმზე ატანე იქნას ხელისუფლების ნდობის საკითხი აი გამოთქვით მოსაზრებები ეს არის ჩვენი ყველაზე პრინციპული საკითხი ჩვენ არ ვამბობთ რომ ქუჩაში გამოსვლა ჩვენ არ ვამბობთ რომ რაღაც ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას შეგიძლია მეცნიერთა კონგრესი გააკეთეს არ შეგიძლია
წადი შენ თუ ამბობ იმას ჩვენ გვეუბნება ყველას ბატონ ჯუმე რომ იცოდეთ ბატონი ვახში ხშირად გავხტარვართ ამის მომსრენი და დარწმუნებული ბატონი ვაჟას და ეგ ქალბატონმა მედია ბევრი ამბობს იმას რომ მძიმე მოთხოვნებია 21 პუნქტი ვეუბნებით ჩვენ გარანტია ვართ გარანტია იმისა რომ თუ თქვენ შეგიძლიათ გიკრავთ აშ თუ თქვენ არ შეგიძლიათ ჩვენ იმ ხალხით რომელიც უკვე დასახელებულია ამას გავაკეთებთ ჩვენ კი არ ვიქნებით ხელისუფლებაში იმ ხალხით გავაკეთებთ და 2 წლის თავზე ჩავატარებთ ნდობის რეფერენდუმს და თუ არ გავაკეთებთ იმას არ გჭირდებათ 4 წლის ისა ცდა და ჩავატაროთ ახალი არჩევნები ამაზე დემოკრატიული ამაზე კარგი რა არის აბატონო აქ ხართ კიდე ის ხალხი ვინც მონაწილეობდით ამაში მაგრამ მოდით შეხედეთ კრიტიკულად იმას რაც უკვე წავიკითხეთ და გააკრიტიკეთ ის რაც არის დიახ ბატონო მედია მოგესალმებით ძალიან საინტერესო ანუ თქვენს მიერ წარმოთქმულ სიტყვას გავაგრძელებ რომ წარსული იმ დიდი წარსულის მქონე ქვეყანა რომელიც ჩვენ ვართ ასმაგად უფრო გავალდებულებს დღევანდელ დღეს რომ ვიყოთ უფრო მოძრავები დღეს არის 21 საუკუნე გაცილებით შეცვლილია სამყარო ჩვენი ბარია რომ აი ამ ყველაფერს აუბათ მხარი და ვიყოთ უფრო ქმედითები ვიდრე თეორიულად მოსავ თეორიულად რასაც ბრძანებთ აბსოლუტურად გეთანხმებით მაგრამ შევეხები ამ წიგნს მართლაც არაჩვეულებრივი წიგნი დაიწერა არაჩვეულებრივი ადამიანების მიერ მაგრამ ბატონო რა ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ რომელ ხელისუფლებას მიმართავთ რომ რაიმე ქმედითი ნაბიჯები გადადგას პირადად მე ბატონ გივი თავაკვაძესთან ერთად ეს მოსაწვევი და წიგნი მივიტანეთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში სადაც იყო საჭირო რომ ამ ღონისძიებას დასწრებოდნენ ხო არავის არ გამოუთქვამს ამის სრული ეს ქმედება მათი არის ნათელი მაგალითი იმისა რა დამოკიდებულება დღეს განვითარებულ ადამიანებს უბრალოდ არ აინტერესებთ ის რაც ამ გუნდს ეს ყველა ხელისუფლებას ეხება თქვენ სწორად თქვენ მე სიმართლე გითხრათ დიდ განსხვავებას ერთეული ადამიანების გარდა როგორც შეგძანდებით ვერ ვხედავ ახლა ვერც ზვიად გამსახურდიას დაწყებული დღემდე დასრულებული დღეს უფრო რთულადაა სიტუაცია ნუ რა ვიცი ეწყინება მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში რომ ინტერესი არ არის ეს ინტერესი საიდან არის გამოწვეული ახლა მე ცოტა შეიძლება დაუბრუნდე ერთ პატარა საკითხს როგორ ვარ აქ მოხვედრილი ხო თქვენთან ურთიერთობა პირადად თქვენთან თქვენ ჩემში გააღვიძეთ აი ზუსტად ის სამოქალაქო კეთილს ინდისირება რომელიც სამწუხაროდ იმ დოზით არ იყო ჩემთვის ჩემში უბრალოდ მე ვცხოვრობდი ჩემი ცხოვრებით მე ვთვლი რომ ჩემს ქვეყანას იმაზე დიდი საქმე გაუკეთე რაც უნდა ქალმა გაუკეთოს ჩემი 4 შვილის ამ ქვეყნად მოვლენებისთვის მადლობა ღმერთსამისთვის მაგრამ არსებობს კიდევ სხვა ვალდებულებები რომელიც უნდა შეასრულო ადამიანმა და სწორედაც რომ იცით საწყისი ყველაფრის საწყისი არის სიყვარული მით უმეტეს სახელმწიფოს მართვისა თქვენ ვისთხოვთ აი ამის გაკეთებას ამ ადამიანებს უბრალოდ არ უყვართ საქართველოს ამ უმრავლესობას ახლა რა თქმა უნდა იქაც იქნება ღირსეული ადამიანი და ყველა გუნდში არსებობს ცუდი და კარგი მაგრამ ზოგადი სურათი რომ წარმოვიდგინოთ დღევანდელი მართვისა და ხელისუფლებისა გახლავთ ის რომ აბსოლუტურად მიუღებლობა ყველაფერი ქართულის თუნდაც ქართულ სიტყვას დაუკვირდით ქართულ ენას ჩვენ ხო დავდივართ ქუჩაში ხო გვაქვს რაღაც ურთიერთობა საუბრობენ რაღაცა გაუგებარი სლენგით შემოსულია რაღაცა სიტყვები ეს უნდა სახელმწიფომ დაარეგულიროს მთელი რიგი საკითხები რაც ჩვენ არ მოგწონს ამას 1 და 2 წარწერები როგორია წარწერების საშინელება და ეს წარწერები გარდა იმისა რომ საშინელება ბოდიშტვეთი აი მაღაზიების მეპატრონებთან მაგრამ ეს არის უცოდინრობა იმისა რომ სამწუხაროდ არც ინგლისური ენა იციან ამაშია მთელი პრობლემა თორე ქართული რო არ იციან და ქართული რო არ უყვართ და ქართული რო ესირწყვილებათ ეს ფაქტია ხო ამიტომ მე ასე ვდგები ამ საკითხს აი ეს სახელმძღვანელო მე წიგნს არ ვეძახი ამას ვეძახი სახელმძღვანელოს მე ესეთი ეტაპობრივად ვეცნობი ჩემთვის ძალიან რთულია რომ დავждე და უცებ წავიკითხო იმიტომ რომ გარკვეულ ცოდნას მოითხოვს ასეთი წიგნთან შეხება და გაცნობა ეს არის სახელმძღვანელო როდესაც რაღაცა იდეა გებადება გადაფუძნე ამ სახელმძღვანელოს იქ პოულობ ყველაფერზე პასუხს და გარდა ამისა ისევ იმ სიამაყით რომ თუმე არც ღარიბები ყოფილვართ როგორც ამას წლების მანძილზე გვეძახიან რომ რა საქართველოს ხარ ნავთობი ჩვენ არა გვაქვს ჩვენ ყველაფერი გვაქვს
და იმაზე დიდი ნავთობები აქვს, რასაც წყალიბია. მაგრამ სამწუხაროდ და ჯვარი გწერია, მე ზუსტად ვიცი, რომ ზეციური ძალები ჩვენ არ გაგვწირავენ ბოლო ეტაპზე, თუ ეს წიგნიც, ეს რესურსიც აღმოჩნდა აი ამ გარემოს ხელში რაც დღეს იმართება, დამეჯერეთ, რომ ისეთი სოციალური დაუცველი ქართველი მოყოლება უამრავი, შეიძლება იმაზე უფრო მეტი და ის გონებრივი ნაკადი და რესურსი, რომელიც დღეს ძალიან უხვად გაედინება. ამის სტატისტიკას არ ზრდებენ მთელი მოაზროვნე ახალგაზრდობა, ვისაც რაღაცის საშუალება უბრალოდ მიდის ქვეყნიდან, იმიტომ რომ ვერ პოულობს თავის ადგილს და შეავეთ სტრუქტურები ნახეთ რა არის IP ვინმე მამიხსენით და განათლებული ადამიანები ბრძანდებით რა არის საბავშვო ბაღის IP რა უბედურება ხალხო და ზის 20 ქალი და სვავს ყავას წარ ზოგ შვილიც არ ყავს არამედ საბავშვო ბაღის არავე იცოდეს აი შვილითაც კი არა შეღება სახელმწიფო ამას უძლებს ისმის კითხვა იგივე დაფინანსება იგივე ხელფასები სად მიდის ბიუჯეტი საით მიედინება აი ამ კუთხით შევხედოთ ხო აი საშინელება ამის დღეს იცით როგორი პოზიცია მაქვს მე როგორც რიგით ქართულს არ მაქვს დამიცილებული პრეტენზია აი ხო არის მეგობრობაში მეზობლობაში ვიღაცა რაღაცას გაწყენილებს ერთხელ ორჯერ და გაატარებ მე შეურაცხყოფას რომ მოგახილებს შეურაცხყოფის გადაყლაპვა არის ძალიან ძნელი დღეს საქართველოს მოსახლეობა არის შეურაცხყოფილი ეს აღარ არის შეცდომა ეს აღარ არის რომ იცით აი ვერ გაიგო ყველაფერი გაიგო ეს არის მიზან მიმართული დრევა ქვეყნისა აი ეს გაითავისოს კიდე ყველა ვისი მომხრეც გინდა იყავით ვინც გინდა გიყვარდეს ზოგს მიშა გიყვარდეს გრიშა ერთმა შეგარგოთ რა არავის სიყვარულში არ მაგრამ უნდა გიყვარდეთ საწყისი თქვენი ქვეყანა რა არის ღმერთი აი მე მივახსოვ ჩვენს ქვეყანას ხო რა არის ადამიანისთვის ღმერთის აღქმა არავის ღმერთი არ გვირახავს არ შევხვდებით ღმერთი არის სამშობლო და ღმერთი არის შენი დედა რომელსაც უნდა სეპატივი გიყვარდეს და ასევე უნდა გაუფრთხილდეს შენ სამშობლოს და ნუ რა ვისეგონება რომ აი ეს მიყურადებული დღევანდელი მათი ფუფუნება საოცარ ფუფუნებაში ცხოვრობს ქართველი ხალხის ნაწილი მე იქითაც ყავს მეგობრები ამ ფუფუნების ნაწილში და თამამად შემიძლიათ გითხრათ რომ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში მე ასეთი სიმდიდრე არ ვიტყვი ღმერთმა შეარგოთ ეს სირცხვია მე მაგალითად მათ ადგილას შემწყვეტოდა ხო არ არსებობს და ეს ხდება ქვეყანაში სადაც თავისივე მოცემული სტატისტიკით მოსახლეობის 70% ყავს სოციალურად დაუცველი თვითონ დაწყეს ის ამას წინათ აღარ მახსოვს რომელიღაცა ტელევიზიაში იყო სიუჟეტი რეგიონში გაიმართა რაღაც პატარა ღონისძიება და ქალბატონს ართმევენ ინტერვიუს და ნუ ძალიან კმაყოფილია რომ გამგებელმა გაშალა მაგიდა შეწვა მწვადი ნუ რა უბედურება ჯერ ასიუჟეტია ხო მაგრამ ნუ რაც არის და ბოლოს ამას ეკითხება ჟურნალისტს თქვენო დასაქმებული ბედნიერია ქალბატონი სოციალურად დაუცველი წარმოგიდგენიათ რა დღეშია ხალხი ქალი არის სოციალურად დაუცველი მაგრამ არის კმაყოფილი იმისა რაც ხო რომ აი ეს წარმოუდგენლად ამიტომ დიდი მადლობა პირველი სკოლისა თქვენთან მეგობრობის ვიდრე დაასრულებს მე ქალბატონ მედია მინდა გითხრათ რომ მე არ ვიცოდი ამ ორი დღის წინ გავიგე 10-მდე სახელმწიფოშია გამოცდილებით იმუშავა სასწავლო სახელმწიფოებში მისი ერთი ბიჭი არის დოქტორი და არის ინგლისში და არის საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. არა, მე ვამბობ ერთ რამეს რომ ამას შემთხვევითი პიროვნება კი არ საუბრობს, მე ამის თქმა მინდა რომ ესე იგი 10 ქვეყანაში იმუშავა, ესე იგი თანაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან იყო და აი როგორ მოხდა ახლა ღმერთის გეხმარება როგორც მოსაუბარი, ორი პიროვნება ერთმანეთის გვერდით არიან, ხო? ეხლა დღეს გაიხსენა მან რომ მე დავარიგეო ესენი. აი ვინ არის ბატონი ჯუმბერი? ბატონმა ჯუმბერმა მიიტანა პირველი მივიდა იმისი პარტიებს მიუტანა წერილი ეროვნული თანხმობის პარლამენტის შეკა საჭირო 2016-17 წელი იყო და მიიტანა და დოქტრინა ყველაფერი თაზიანი პროგრამები ჯუმბერმა იმაში ნათელაშვილის იმაში რო ჩაგრებილი და უთხრა იმათ რომ ბიჭო გავუგზავნეთ მე თქვენსო აქ ცალ-ცალკე დაწერეთო გავწერეთ ცალ-ცალკე მივიტანეთ კიდე და ბატონი ჯუმბერი მივიდა და პარტიებს უთხრა რომ ხალხო ჩვენო გვინდა რომ ეროვნულ თანხმობის ერთი კაცისგან ერთი პასუხი არ ყოფილა აი ქალბატონი მედია რასაც და იგივე რეაქცია აი სხვა ხელისუფლების დროს აღარ მითხრა ვახსენო ის ძველი დრო უბრალოდ თქვენად მაინც გააგზავნებენ ეს იცით ეხა იმდენად
იმდენად დამოკიდებულება არ არსებობთ, გამიგეთ, რომ ის ვალდებულებაც კი არ აქვს, რომ თუნდაც ტყუილად ვიღაც გამოგზავნონ და მსმენელად გასვან, რომელიც რასაკვირველი ამბავსაც ვეიტანდა იქამდე, მაგრამ აი ამის თქვა მინდოდა ბატონო ჯუმბერ თუ შეიძლება მე ჩავერთვები აქ მინდა რუარმდიან ხელისუფლები ანა კალანდაძის 80 წლის ჯუბა ასოცია 2005 წელს მიკროფონი 2005 წელს ოპერის თეატრში ჩატარდა ამართაც პოეზიის დედოფლის 80 წლის იუბილეი სასწაული არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი არ დაესწრო. აი დამოკიდებულება გეთანხმებდა. ჩვენ გეტყვით ახლა უახლეს ისტორიას, ბატონი ჯუბაც ბრძანდებოდა, ბატონი თემურ შაშაშვილი და მე ვიხურე იქ ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი ოტია იოსელიანის 95 წლის თავი. საერთოდ არავინ არ იყო და ეს ახლა ღმერთმა არ დამაჯეროს რომ წყალტუბოს მე ისეთი დაკავებულია რომ 10 წუთი ვერ მოხდა არავინ არ იყო და საზოგადოება ძალიან დიდი არ იყო საზოგადოებასგან ისავლეს ასეთი დიდი ოვაციებით შეხვდა ბატონ თებურს და გელა ხუნწარიძე რომლის გამოფენაც იყო არაჩვეულებრივი ადამიანი ბატონ გელას ვეხუბრებოდი ბატონ გელა ჩვენ წავალთ მეთქი თქვენ რა ხალხს უთხარით რომ ეს კაცი ახალ არის მაგათი გუბერნატორი გონი არიციან ეს სიმართლე იყო ჩვენ ყველა ამაზე თან ხუმრობდით მაგრამ ვაი ხუმრობას რომ წყალტუბოს მერმა ვერ მონახა 2 წუთი რომ მოვიდეს ხო თარისტოს ესე დღონისიებას არ ვიცი ხა შენ სოფელში როა დაბადებული ესეთი კაცი იქ უნდა მიხვიდე წესით და დაესწრო ან ოტია იოსელიანი ეს რიგითი თქვა რაღაცა ისი არ არის კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ და ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ბატონი ჯუმბერი იქნება სწორედ და ლიტერატურულ საქართველოს უკვე გამოაცხადა თავისი ბატონი ვაჟა ისა როდესაც რუსთაველის თეატრში შემოდგომაზე უნდა შედგეს ოტია იოსელიანის 95 წლის თავისი იუბილე აი ეს არის მეცნიერთა კონგრესი და აი ამ სახელმძღვანელოს შემქმნელებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მაგრამ მე რა შევხედავ კიდევ პრობლემას იცით რომ გარკვეულწილად მცირე რაღაც შეხებები ხომ აქვს ადამიანებთან და სულ მჭირდება ადამიანები, ვინც გარკვეულ სამუშაოს შეასრულებენ. წარმოუდგენელი დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში. ცოდნის, გამოცდილების სპეციალისტის და მივდივარ მუშახელი ფაქტურად აღარ არსებობს შედეგია ეს არის ფაქტურად და სად არის წასული კითხულობ სოფლები არის დაცლილი ქალები საბერძნეთში კაცები რა ვიცი სადღაც თუ ვინმეა და ადგომა არ უნდა ფერზე არ ადგება რომ რამე გააკეთოს და ეს ყველაფერი განწყობის თეორია ხო ვიცით ყველა მაგრამ აი განწყობაც უკვე ისეთი ზერები აქვს ადამიანებს რომ ხედავენ რომ არსად არ არის ამ სიმართლის ადგილი და ხედავენ ამ დამოკიდებულებას ჩვენ რო ქვეყანა ვიყოთ დღეს შემდგარი სამოქალაქო საზოგადოება გულისხმობ ხო ქვეყანა როგორ არა ვართ მაგრამ ჩვენ რო ყავდეს სამოქალაქო საზოგადოება მეწმუნეთ რომ როდესაც გამოცხადდა რომ პარლამენტარის ხელფასი არის 14000 ლარი და პენსიონერისა თუ არ ვწდები 300 ლარი აი ამისთვის კოციც, ნაციც, ლეიბორისტიც და ყველა პარტიის წარმომადგენელი და მხარდამჭერები დამდგარიყო ქუჩაში. აი მაშინ მივიღებთ ჩვენ რაღაც. ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა. დიახ, რომელიც ფაქტურად არ არსებობს. ეხლა მე გუშინ ძალიან გვიანი მომიწია რუსთაველზე მანქანით გავამ და ესეც შეიძლება ჩვენი გადაცემის ფორმაც არ ეხება, მაგრამ ვისარგებლებ ეთერით და ვიტყვი. და აი კითხავს დაუსვამ ჩვენ მსმენელს და თქვენც დაფიქრდით. იქნება და მე ვცდები და შეიძლება ვცდები. ეს აქცია მოდის სულ რამოდენიმე ადამიანი კაცი იქნებოდა. მე რუსთაველზე შევუერთდი, იქ ცოტა მეტი იყო. იქნებოდა ალბათ ერთი 20 მაქსიმუმ. ვერ დავთვალე, მაგრამ ვიზუალით. წინ მოდის 20 პოლიციელი, უკან მოდის 50 პოლიციელი, გარშემო მოყვება კორდონი. ეხა თუ ვინმეს 20 კაცს თუ ვინმეს გინდათ რომ ანა კანს ადმე ნებისმიერ ადგილას დამარცხნოთ რომ ეს არ არის თავრობისგან მართული პროცესი. მე ამის არ მჯერა, იმიტომ რომ გზეთ გადაურის მოსახლეობა და ერთი პოლიციელი მოდაგშირდეს არ გამოიჩნდება. ეს არის რაღაცა დიდი მონაჩმახი პროცესი, რომელიც რას ემსახურება კი ხედავთ, ხო მივდივართ საიტზე. ისე რომ ადამიანები გიყვარდეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, რომელიც მართლაც უნიკალურია თავისი წარსულით, თავისი ადგილმდებარეობით, თავის შესაძლებლობით და
გვეძლება მე მგონი დღეს შანსი რომ რაღაცა მცირედი წვლილი რა თქმა უნდა მცირედი ეს ძალიან მცირედი წვლილიც ზემოთ ღმერთთან ძალიან დაგიფასდება და გისურვებ დიდი მადლობა თავადმედია დიდი მადლობა ბატონო ვაჟა ჩემო საამაყო არა მარტო საამაყო პოეტი წერალი ისტორიკოსი კიდე რამდენი სპეციალობის მეცნიერთა დოქტორი ჩემო ვაჟა მოგესალმებით ჩემთვის დიდი პატივია აი ამ ძვირფას ადამიანებთან სტუმრობა უდიდესი მადლობა მინდა შევწიროთ ბატონო თემურ ბატონო ჯუმბერ ეს ლეგენდარული პიროვნება რომელიც ეროვნული მოძრაობიდან მოდის აი ის ცნობილი სურათი ბატონო ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტაუს-გვერდზე დგომი კაცისა რომელიც შეუყევლა დღესაც საქართველოს სადარაჯოზე ეს არის ბატონი ჯუმბერ კოპალი აი ეს და ის ცოცხალი მაგალითი თქვენ ხართ რომელმაც იმ მმართველობის პერიოდში შეძელით ქუთაისში რომ ხალხისთვის რეალურად და ქვეყნისთვის დიდი საქმე გაგეკეთებინათ და თუნდაც ის რომ დღეს რა ხდება საქართველოში ღიად ვთქვათ ეხლა მე აღარა ვარ ის პატარა ბიჭი რა რეგალიაც არ უნდა მქონდეს და რეგალიებიც 33 წელია ფაქტიურად მიმდინარეობს საქართველოს განათლების კულტურის ანტიეროვნული სახელმწიფო პოლიტიკა დემოგრაფიული შექმნილი კრიზისის საბანკო ყაჩაღობისა და დეინდუსტრიალიზაციის ფონზე და სოფლის მეურნეობის გაჩანაგების ფონზე ეს არ არის შემთხვევითი იმიტომ რომ ხელისუფლებები როგორც ჩანს 92 წლიდან დაწყებული ფაქტიურად ყველა ანტიქართულ ანტიეროვნულ საქმიანობას წეოდა ზოგადად შეიძლება ამას დავარქვა მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ ეს არის შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ და დავაკვირდეთ ახლა ამ პროცესს თვით გამსახურდიას პერიოდშიც კი ისეთი ხალხი შეაგდეს დამერწმუნება ბატონი ჯუმბერი კიტოვანი იქნებოდა თუ სხვა შინაგან საქმეთა მინისტრები და ასე შემდეგ რომლებსაც სწორედ შიგარღვევა უნდა მოეხდინათ მართავდნენ ამ დიახ და შემდეგ შევარდნაძის პერიოდი ესე იგი ჩვენი ხელით დაგვაშლევინეს მთელი საწარმოები ფაბრიკა ქარხნები და გაგვატაინეს თურქეთში ირანში კაპიკებად არა ჩვენი ხელით გავაჩანაგეთ სოფლის მეურნეობა მე ჩემი სოფლის და ჩემი რაიონის კასპის რაიონის მაგალითზე ვამბობ ესე იგი ამაზე მდიდარი ბოსტნეულით რაიონი არ არსებობდა და დღეს ხახვი საიდან შემოაქვს საქართველოს ცით აზერბაიჯანიდან მერე თურქეთიდან როცა ესე იგი კასპის გორის ქარელის რაიონები და ეს მიქონდა ხო ამ იმას და პირამიდები გახომე ხილის და ბოსტნეულის და გორში რო თურქული და ირანულ მწვანე ვაშლს გაყიდი ხო ეს არ არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული იმიტომ რომ ვიღაცა პარლამენტარი ვიღაცა მინისტრი არა მარტო ლობირება პირდაპირ თქვა წილში ზის და მაყუთს აკეთებს ლობირება კიდე სხვა რამეა კიდე უფრო რაღაცა ცივილური ფორმა და რაღაც ანუ აი ამ 33 წლის განმავლობაში საქართველოს ყავს გამყიდველი ხელისუფლებები ეს იქნებოდა შევარდნაძის ეს იქნებოდა მიშა სააკაშვილის ეს იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის თქვენ კი ამბობთ არ ახსენოთ მაგრამ მე ჩემი საქართველო მიყვარს ეგენი სულ კიდია სულ ყველა სამივე თავისი მინისტრები ან პარლამენტარიანებად საქმე იმაშია რომ საქართველო იღუპება მისი უდიდებულესობა ქართველი ერი იღუპება რუსთაველის ქვეყანა იღუპება გელათის გრემის იყალთოს ქვეყანა იღუპება ეს აკადემიები რომ ამბობთ აგერ გელათის მეცნიერებათა აკადემიის რა დიდი საქმე გააკეთა რომ საზოგადოებას კიდე ერთხელ გაახსენა რომ გელათში ჩემმა სტუდენტებმა არიციან რომ გელათის აკადემია არსებობდა, იყალთოს აკადემია არსებობდა და აი ამას რო წაიკითხავს, იქ მაინც გაახსენდება სტუდენტებთან რაღაცა არსებობდა უდიდესი ქვეყანა და რითი იყო საქართველო ცნობილი? განათავისი მრავალრიცხოვნებით, თავისი განათლების დონით და რა გააკეთა გიორგი მთაწმინდელმა რომ დაინახო რომ ქვეყანაში განათლების დონა დაბლაეშებოდა შეუვარდა მეფე მთავრებს და უთხრა თქვენ რეებს მიქარავთო ქვეყანა იღუპებაო და თქვენ აქ ღრიალებთ და გრიალებთო იგივე სიტუაცია უბრალოდ გიორგი მთაწმინდელი არ ჩანს აქ და აი ჩვენი დღევანდელი შეკრებები მეცნიერთა კონგრესის
თქვენის ხელმძღვანელობით არის სწორედ გამოსაფხიზლებლად ესა თორე ერი იღუპება. აქ რეალურ დაღუპვაზეა ლაპარაკი. ნახეთ ილია ჭავჭავაძე ამბობს მამული ენა სარწმუნო მამულით დაიწყო. ეხლა კი შეცვალე ზოგი ენა არა მამულით დაიწყო. ხედავ რას აკეთებს ეს ხელისუფლებები დაიწყო შეორდანძის ხელისუფლებამ და ესენი გვირგვინს ადგავენ ქართული მიწების გაყიდვის პროცესია. 4 თუ 5 სასამართლო მაქვს ეხლა კიდე გასამართი გესმით ხალხო და ვინ არის არაბები გავყარე და ეკონომიკის სამინისტროს ეომები ეკონომიკის სამინისტრო რომელიც ჩემშობლიურ სოფელს საძოვრებს ართმევს რომელიც აგერ ახალი ამბავი აღმოჩნდა შარშან გავყარეთ წინარეხიდან არაბული სოფელი შენდებოდა 200 კაც ესე იგი 4 დღეში იმ პერიოდში არჩევნები იყო შეაჩერეს დამთავრდა თუ არა არჩევნები 4 დღეში ეხლა აღმოაჩინეთ ფარულად ვიღაც სხვა არაბზე მოჰამედ ასაკზე გადააფორმა ეკონომიკის სამინისტრო 100%-იანი წილისფრობელი. რანაირად ჯუგლეხები დადიან თავის მამაპაპეული მიწის ნაკვეთი ვერ გადაუფორმებია გლეხს. თავის სახკარი ვერ დაურეგისტრებია. ჩამოდის რუსეთიდან თუ უცხოეთიდან კაცი ქართველი მოქალაქეობას არ აძლევდა. ალთოერკე ალბაღდადსა ალ-ჰუსეინ ამერჰილს როგორ აძლევს 3 დღეში საქართველოს მოქალაქეობას ყველა მინისტრს ვეუბნები იუსტიციის მინისტრი იქნება ეკონომიკის მინისტრი თუ ქონების მართვის დეპარტამენტს ეხლა დაიჭირეს მინისტრის მოადგილე ვაიმე თურმე ამას შეუჭამია 600,000 თუ რაღაცა მილიონები როგორ მინისტრი სად იყავი შენ მინისტრის სხვა მოადგილები და აპარატი არ აყავ და ერთი კაცი იყო ყალთაბანდი და ჯიბგირი და ყველანი ანგელოზები დაფრინავდით ანუ თლიანად არის ყაჩაღდა ბანდა ქვეყნის სათავეში 33 წელია და ეს უნდა რეალურად ითქოს ხალხო კულტურის პოლიტიკა შეხედეთ მეცნიერების პოლიტიკა შეხედეთ რები ფინანსდება რუსთაველის ფონდიდან ამ გარეწრებისგან ჯერ სამუშია ყავდათ იქ დიდი მომხვეჭელი ფულისტი პირდაპირ ვამბობ ამას წაიყვანეს და უნივერსიტეტის რექტორად დანიშნეს ეს გრთამისტი ეს რომელმაც უდიდესი ფულები აკეთა რომელიც სააკაშვილის დროს ეკონომიკის და ფინანსთა კომისიის თავმჯდომარე იყო საკრებულოში დაიქცა ქალაქი იმდან დაწყებული ეხლა ესენი აგრძელებენ ხომ მაღალსართულიანი კორპუსები ვისთვის შენდება ქართველობა აღარ არის აივსო თბილისი არაბებით ირანელებით აფრიკიდან ჩამოსული ხალხები და ასე შემდეგ მე ქსენოფობობას დამაბრალებენ სატელევიზიო არხები რო გააჟღერებენ ხოლმე მე ჯერ ჩემი საქართველო მიყვარს და თუ ქართველიერი არ იქნება ქვაქვაზე ნუ ყოფილა მე ქართველმა პოეტმა სხვანაირად როგორ შეიძლება ვიაზროვნო როგორ შეიძლება ჩემი მიწაწყალი არ მტკივნდეს როდესაც ვხედავ რომ ქარელის ტრასის გარშემო უცბად ერთ დღეში ყიდი 16 გექტარს უცხოელებზე როცა მარტყოფის ულეველას ველზე სადაც გიორგი სააკაძე 1925 წლის 7 აპრილს უნიკალური ბრძოლა მოიგო შენ თურქებს და ირანელებს აძლევ თელ ამ ტერიტორიას იცოდეს საქართველოს იცოდეს ქართული მიწების 70% არის გაყიდული კიდე ერთხელ ვაცხადებ იმ გუშინ წინაც გამოვიდი რომელიღაც არხზე დამიჯდეს ეკონომიკის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს თელი ჯოგი მარტო მივალ გადაცემაში საბუთებით და დაუმტკიცებ რეები აქვს გაყიდული კიდე ერთხელ ვიმეორებ გუბერსკის ციხის უკან ქართლის დედის ზეგლამდე ყველა მიწა გაყიდული ქართული სკოლის აშენება უნდა და უარი უთხრეს ირანელებმა აი ამაზეა ლაპარაკი აი ამაზეა ლაპარაკი თავი რომ მოაქვთ იცით რა ის 25 თებერვალს კოჯორის და ტაბახმელის იუნკერთა იმასთან რა ქვია სტელასთან ყვავილები მიაკთავით რომ დამწუხრებული სახით პატივცემენ იქიდან 80 მეტრში არაბული სოფელი რო არის ვინ ააშენა ის 250 სახზე თავისი პოლიკლინიკებით ინფრასტრუქტურით და სალოცავებით იქვე იმიტომ დადეს იუნკერებმა თავი რომ ესენი აშენებული იყო იქ არაბული სოფლები ან ჯუგანში ან ბაზალეთის ტბასთან აბა შედით ახლა ის დაცვის პოლიცია არ შეგიშვებთ ბატონებო გარშემო თბილისსა და ვისაც გონია რომ ეხლა ტყუილს ვამბობ ნაბგოჯი აკრიფეთ ბატონებო ნაბგოჯი და ნახეთ ნაკვეთები ვისია აქედან დაწყებული ნატახტარი წეროვანი იქ ხუნდაძეროზის დეპუტატი რომ გასცივდა ვინ გაყიდა წეროვანის მიწები ვინ უწყობდა წეროვანის გამგებელს ხელს რომ არაბებს და იმას მიყიდა და არაბული სოფლები შენდება იქა და ნატახტარი წეროვანის გარშემო რომ უნიკალური ჩინური ვაზის ისენი იყო რა ქვია ვენახები და ის კომერციულ ფართობად რო აქციეს და სოფლის მეურნეობა დაანგრიეს როგორ შეიძლება და ეხლა გვეუბნებიან ხო ესპანეთიდან შემოვიტან ღვინოს და იმიდან შემოვიტან საფრანგეთიდან რატომ
რატო ქართული ღვინო იყო საუკეთესო შამპანურის მასალა. ანუ აი ეს ყველაფერი არის ერის წინამდე, აი გლობალურად უნდა შევხედოთ. წინვალია ეს წიგნი რომ გამოვიდა. მაგრამ აქ კითხვა ისმის. აი ეს ინტეგრალური სიმდიდრეები ვისია ბატონო თემურ? თქვენ გტკივათ გული ბატონ ჯუმბერს, ხალბატონ მეტროს, ჩემ ჯუბას და ბატონ ვახშის, მაგრამ ხელისუფლებას ტკივა გული არა, ის ფიქრობს, რომ აი ეს სიმდიდრეები უცხოელებს ჩაუგდოს ხელში. ჩვენი მიწაწლის, აგერ კავთისხევიდან რომ მიდიხარ მარჯვენა მხარეს, წინარეხის თავზე, მთელი უნიკალური მთა მოგლიჯეს, ფიქალის გულისთვის უცხოელები ამუშავებენ. ლამისყანა ისტორიული სოფელი დავით გურამიშვილი რომ მოიტაცეს. ქსანი გადაულის ხვალზე, გიცით თქვენ? მთელი სანახები რაც კი იყო ლამისყანისა უნიკალური ბაღვენახები არა წაიღეს ამიმის რა ქვია ეგრეთ წოდებული ხრეშის და შებელის დასამუშავებელი მაგ ჭები აღარ არის სოფელ აღაიანში შრება ჭები ეკოსისტემას დაანგრიეს ხო არავინ არ აკეთებს ამის მონიტორინგს აი ეს არის რეალობა ხო არაგვი და აი ეს არის რეალობა და მე აი 4 შვილის დედა უდიდეს პატვისცე მეც 4 შვილი მყავს მით უმეტეს 5 მყავდა ერთი მომპარეს და იმის დროს რა ქვია და ვეძებ ჩემ მეხუთე შვილს ტყუპისალას მაგრამ იცი რა მრავალშვილიან ოჯახებზე არის ხელშეწყობა რამე ხელშეწყობა არის ეს კალა მაჰმადხანი რო გვიზის ქალაქის მერად რო აცხადებს რომ მე კიდე უნდა აუცილებლად ვიყო რა ესე იგი ესეც არაბი ამირა გამიხდა რა ვიღაცა რა აი წარმოიდგინეთ ხალხო თბილისი დედაქალაქი ულამაზესი არქიტექტურის ნახოთ 60-70-იან წლების სურათები ყველა აბსოლუტურად განათლებული ბრძანდებით უნიკალური არქიტექტორთა კორპუსი ყავდა საქართველოს ხო და დღეს ერთმა კარგად ამყოფს თქვა ვახტანგ დავითაია და სხვები და თელი სკოლა იყო ხო და ისეთი შენობები როგორიც იყო თქვა სპორტის სასახლე იქ ტრანსპორტის სამინისტრო უნიკალური ნაგებობები იყო უცხოელები ჩამოყავდა დაჩვენებდნენ იმას დაანგრია დედაქალაქი ანუ რაც ბუღათურქმა დააკლო თბილისი რომელსაც ეზიზღებოდა ლამაზ შენობები ახლა თქვენ კარგად იცით რომ უნიკალური ხიდები თუ შენობები დაანგრია ეს ბუღათურქზე უარესია ეს კალა მაჰმადხანი შეიძლება კორპუსებს შორის 30 მირცხულავას ქუჩაზე 32 სართულიანი კორპუსები ააშენო აი ამაშია საქმე და აღარაფერს ვამბობ იმ კანონზე რომელიც ეხება 17 ქვეყნიდან უვიზოთ მთელი იმის შემოსვლას რა ქვია უცხო ტომელების რისთვისაც ომობდა ჩვენი ქართველი კაცი ის გიორგი სააკაძე იყო თუ გივი ამილახვარ იმანიც უნდა მტერი შემოდიოდა და ხმლისთვის ხელ და დღეს როგორ იცი გახვალ სტატისტიკა გავაკეთე სპორტის სასახლის უკან ჩემი ახლობელი ცხოვრობს 18 ბინიან, აი სადარბაზოში 18 მაცხოვრებლიდან 12 არის უცხოელი. არა ქრისტიანი თან. გესმით რა, ეს არის ერის განადგურების წინაპირობა და მე მიყვის საზოგადოებრივი არხი, ვის ემსახურება? ეს ჩმორები, ვის ემსახურებიან? ჩვენი ბიუჯეტიდან ფულს ღებულობენ ამ ხელა ფულს. და არ იყოს თქვა ქართული ტევე. ხო და ამ სიმართლეს არ იძახდეს ეს კაცი აქ რომ მორჩება მე ღამის 11 საათზე არა ნერვები გიძლებს ბატონო თემურ ან რა გული გაქვს როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო ისე ძლიერო ესე იგი მოუწოდებს ხალხო ეს ხდება ესე იგი ნუ აი მეტი რა უნდა გააკეთო ქალბატონმა მედიამ სწორი კითხვა დასვა ხელისუფლებებს არ უყვართ საქართველო არ უყვართ ესენი არიან ჩვეულებრივი სკამთაყვანის ცემლები და მე ვეუბნები რომ ოხრად დაგჭებათ ეგ ჩინმენდელები და ეგ ნაშოვარი მილიონები რადგანაც ქართველი კაცის ნათქვამია რაფიელ ერისთავის დედით ჩემი სოფლიდან იყო ნინო ავთანდილის ასული ამილახრის შვილი იყო რაფიელ ერისთავი როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანასეთა მადლობა დიდი მადლობა აი ამიტომ მარტო კრიტიკოსები არა ვართ ხელისუფლება უნდა იცოდეს რომ ჩვენ ვართ კეთილად განწყობილი არ სიზურის და მას კი არ მასები ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ პრობლემა არსებობს პრობლემა უნდა გადაიჭრას ვინ უნდა გადაიჭრას მე და ბატონი თემური ვერ გადავჭრით ჩვენ ხელისუფლება არა ვართ ეს არის ხელისუფლება უნდა გააკეთოს აი ეს პრობლემები უნდა მოაწყოს ეხლა გარკვეული თავის მართლება არის ის რომ
ჩვენი ხელისუფლება არ გვეკუთვნოდა. ჩვენ ვიღაცის დავალებებს ვასრულებდით გარედან. მესმისა რა ყოველ დღეს. მაშინ კიდევ უფრო აქტიურად გამოდით და აი ეს იმიტომ ვერ გავაკეთე, რომ აი ამიტომ და ამიტომ ვიღაცამ მიბრძანა, ვიღაცამ მითხრა. 20 წელი გასული ბატონო ისკიპეთ სააკაშვილის რეჟიმის და სასაცილო რომელი განათლებული ადამიანი შეგიძლიათ ამით დააშტეროს სხედან და ხანდაზმულ იურიდიულ საკითხებს განიხილავთ. ეხლა გამოყავთ დაზარალებული ოჯახის წევრები, მემებრალება ეს ხალხი უახლებენ იმ ჭრილობებს და ლაპარაკობენ და მე მგონი არც იციან რომ უბრალოდ პროცესი არის ხანდაზმული. მარტო ლაპარაკი დარჩა. ვინ დაგიშალა დაგეჭირა ის ხალხი? ნუ დააყენებდით თანამდებობებზე და ნუ დააყენებდით დეპუტატად თელმა საქართველოს სამწუხაროდ საქართველოს არის ესეთი მცირე ქვეყანა, მცირე თავისი მოსახლეობით, რომ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. და ასე მარტივად ატყუდებით და მიდის ახლა პროცესი და ისე გულდასმით უსმენენ და სვანეთზე იყო აი პირდაპირ შემზარავი გადაცემა და იმ ოჯახის ტრაგედია როგორი ყაჩაღიც არ უნდა ყოფილიყო ის კაცი მიდი დაიჭირე რაღაცა ცოლი გაუგიჟა შვილი და შაქარი გაუჩინა და გამოყავ დედა ლაპარაკობს და სოზარ სუბარი ზის უსმენს შეწუხდა კაცი და ამ დროს იკითხოს ვიღაცამ სად იყო სოზარ სუბარი სახალხო დამცველი და პასუხი იმ დროს მაგას არაფერი არ შეეძლო თუ კაცი ხარ და თუ არაფერი შედი გადაკი და წამოდი სამსახურიდან რას ხარ და რას ზუსტად კი მაგრამ მათოს სოზარს მაინც დადებითი ის არის რომ ის არ შეუძლია არ გამორიგდა იმათ არ გამორიგდა რას დაიცავდა ახლა იმათ ბიჭო როგორ დაიცავ ახლა მე აქ თქვენ თუ დამავალებთ რომ რაღაცა ისეთი უნდა გავაკეთო რაც შეგძალებს აღემატება კარგად იყავით მე ბატონი ჯუმბერის იმას მივესალმები რომ იცავს ამ იმას რომ ბატონი სოზარი იყო სოროსის ფონდის მთავარი წარმომადგენელი საქართველოს მე ვერც კი წარმომიდგენია როცა წადი გადი გვერდზე ხო იყავი სოროში ხო იყავი გადი 5-6 წელი და თქვი უნდა მოვინანიო უნდა წავიდე აქეთ ახლა მე მესმის ძალიან კარგად რატო უყვართ ერდოგანი ჟიული შარტავა და ერდოგანი კი არა კაცო ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი ჟიული შარტავა კონკავშირის საკას პირველი მდივანი იყო და ის უნგრეთის კონკავშირის საკას პირველი მდივანი იყო მაშინ და ჯერეთი ახლა ის აქ ვინც იყო კონკავშირში ცუდი იყო და თურმე ორბანი კარგი ყოფილა ამას გადავდოთ გვერდზე ახლა ეგ არ არის თავარი ორბანი შექმნა სოროსმა მიიყვანა თავის ფონდში დაამთავრებინა თავის ფულით ამერიკაში ჩამოიყვანა გახადა სოროსის ფონდის პრეზიდენტი მე აიძულა სოროსმა ევროპა რო აერჩიათ პრეზიდენტად და ვის ებძვის დღეს ორბანი ებძვის სოროს მე სოროს ვებძვი არასდროს არაფერი მიგების და სხვადასხვა კურიოზია ვინ შექმნა შევარდნაძემ ისინი ებძვიან ვინ შექმნა ბიძინავანიშვილმა ისინი ებძვიან ბიჭო კაცები არა რო შექმნა და ამას მაინც უკადრუიო საზოგადოება ხედავს დღეს საინფორმაციო საშუალებები ისე დონეზია ტექნოლოგიები ისე დონეზე რომ ვერავის პერებას ვერ მოატყუებს ცე გაშიშვლება ხდება. არა სოციალური პასუხისმგებლობა უნდა და ხალხის ის უნდა. ბატონო ბახში. აბა ჩვენო. დიდი მადლობა. ძალიან კარგი გამოსვლები იყო. ამინდა ეს გავიმეორო. აი თქვენ ძალიან პირველი არ გვინდა პარტიებიო და რომ ეროვნული ვისრულებს ხელისუფლება ამ პარტიების ლიდერებს ყველას სვამს ერთი დიდი გლუჩი შეგვიძლია ამ ხელისუფლებას დაუბრუნდეთ ვის მოიყვანს ეროვნული ერთობა ჩვენსაც რომ არ მოიყვანს ეს არც ეგ დაიწყოს მე პირადად ბაქისიც არ ფანტომაში როავთ არა ეასმენავთ არა ეგ იქნება აი რა გავაკეთოთ აი ჩვენ მაინც ალბენ და ხალხმარცხლიდან მოიცვალ ფრიალად ქვეყანა. აი ახლა რაც თქვა ბატონმა ვაჟამ დღეს რამე იყო არასწორი? რაც თქვა ქალბატონებიდან არის რამე არასწორი და რამდენი არ თქვეს და მე შემიძლია დავამატო. და ჩვენ მეცნიერთა კონგრესი ვართ, ხო? და რა არის მეცნიერის მოვალეობა? ბევრჯერ ვიმეორებ ამას, იმიტომ რომ აი ხალხს ეს მე მგონი არ ესმის.
ახლა ვიყავი მეცნიერების წრეში პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები და სამი თუ 4 დოქტორი და ტექნიკური უნივერსიტეტი. რა მიითვისეთ ამ კონგრესმა ეს მეცნიერები და კონგრესზე ჩვენ ვართ როგორ აკადემია არ არისო ის არ არისო ის არ ნუ ახლა იქ რაღაც პასუხი გავეცი მაგრამ ეგ არ არის თავარი. თავარი ის არის რომ აი ის რაც აქ ითქვა და კიდე იტყვია ამეც დავამატებ ეს თუ ყველაფერი სწორია და ეს რომ ყველაფერი ჩვენ უკვე ვთქვით და ბატონო ვაჟამაც თქვა და მედიამაც თქვა რომ ეს ხელისუფლების მოვალეობა იყო რომ ეს არ ხდებოდეს და ამ დროს პროფესორი აკადემიკოსი ინტელიგენტი მწერალი პოეტი ვიღაცა გამოდიხარ და კიდე ცდილობ ამ ხელისუფლებისგან ამ ეს ხელისუფლება დაიცვა ჩვენგან აი რა უნდა დავარქვათ ამას ეს ხომ არის თვალთმაქცობა შენ თვითონ იცი ინტელიგენტი კაცი ხარ და ყველაფერს ხედავ და იცი რომ ჩვენ სიმართლეს ვამბობ და იმის მაგივრად რომ უკიდურეს შემთხვევაში გაჩუნდე კიდე გამოდიხარ პოსტებს წერს და აი ესეთი ხელისუფლება ასეთი და თქვენ მე არ მოგედა აი ეს ჩვენთან არის არ გადაცემა მიყავს ერთი ბატონი გვენეტაძე არის ედიშერი და სულ მე მახშიდეს ბატონო ვახში თქვენ დაბოღმილი ხარ თქვენ მთავრობა არ გიყვართ თქვენ შეიყვარეთ ერთთან ეს მე მასწავლის თუას ეს ბატონი ედიშერი მიყავს აგედა გადაცემები და საოცრებებს წერს რაც არ უნდა ცუდი გააკეთონ ესე იგი ну რა ვიცი ესე იგი ყველაფრის გამართლებას რომ შეძლებს აი ეს არის მათი აი რუსულად არის ატოჩენეს ესე იგი ძალიან ზუსტად რომ ამართლებენ და აკეთებენ ყველა ჯო ხალხო ვამბობთ აგერდა კიდევ ერთხელ გამიორეთ ეს მაუწყებელი ჩვენ 4 წლის წინ ვიყავით მათთან და ვიცი რომ საკმაოდ მოვეწონეთ რომ გამოვედით ესე იგი დარწმუნებული ვიყავით რომ კვირაში 1 საათი გვექნება გამოდილა ახლოს არ გაგვიკარგეს შემდეგ ვიღაცის ტელეფონები მომცა იგივე ბერძენიშვილმა და იმ გოგონებთან გონდა ზოგადად ურეკავდი ხოლმე აი რაღაც ღონისძიება და ხან გამოაგზავნიდან ხან არ გამოაგზავნდნენ მე საერთოდ შეწყვიტეს ახლა საერთოდ შეწყვიტეს ჩემ ზარებსაც არ იღებენ და არ უნდა მე აქედან პირდაპირ ვიმართო ვასიკო არ აღწვენია რას აკეთებ მოусვინი არ ხალხს ხალხო ვასიკო მამლაფერიძე რას აკეთებ არასწორია ვასიკოს მაგარი ახლა რამოდენიმე სპასუხი სადმიდით ბიუჯეტი თქვენ ძალით აი ვასიკოს ოზარის ფერებაშია 70 პოლიციები რომ ისებს აი მას ბიუჯეტი უხდის რა თქმა უნდა და ეგერ იმან თქვენ რომ ძალით იქ მილიონები რომ წაუღია და თურმე ახლა იპოვეს ხო იმან ესპანეთში რომ ვილა იყიდა ხო ის ბიუჯეტიდან მოპარული ფულია და ყველა მინისტრის მოადგილე დაახლოებით ასეთია ყველა პარლამენტის წევრი თუ ყველა არა ნუ ყოველ შემთხვევაში 80% ასეთია აი პრისასალისო რა თქვიან ესე იგი მიუჯდნენ ამ ბიუჯეტს და როგორც უნდა ისე აკეთებენ და აი რაც მე უნდა დავიზიარო აი ეს კალაძე თემური ბატონი ხშირად მეუბნება მოამბობ ამ კალაძე ჩვენ როგორ არ უნდა თქვა როცა აი მთლიანად რენტგენივით ხედავ ამ კაცს და ამის შინაგან კულტურას და მის მისწრაფებებს არაფერი ამ კაცს ფულის მეტი არ აინტერესებს და ყველაფერზე მიდის ჩემს მიერ დაარსებული თავის დროზე 96 წელს ხარხანა რომელიც მე მონაწილეობდი იმის დაფუძნებაში და პირველი დირექტორი ვიყავ 7 წლის მანძილზე მეტროს ვაგონების სარემონტო ქარხანა 2 წელია უკვე გაჩერებული ყავს და რისთვის ახალი ვაგონები უნდა შევიძინოთო ამისთვის მილიონები უნდა აიღოს იმის სესხი და ახალი ვაგონები რემონტი არ უჭირდებაო იმ ახალ ვაგონს 5 წლის შემდეგ საშუალო რემონტი დაჭირდება 10 წლის შემდეგ კაპიტალური რემონტი დაჭირდება და ის ქარხანა ჩვენ
წლების მანძილზე რომ არ ქონდა და მოსკოვში მიყავდა ის აქ გავაკეთეთ და ფელი რაღაცა ჩავდები ხომ იქ კაპლის შენობაზე როგორ უნდა უყურო ახლა მშვიდად და აი ამ ქალაქის მერს როგორ უნდა უყურო და ამას როგორ უნდა ვაქო და როგორ არ უნდა შევახსენო საზოგადოებას რომ ეს კაცი არის მავნებელი კალა მაჰმად ხან კალა მაჰმად ხან ასეა და ნუ ის სხვა რაღაცებიც ვიცი ახლა რამე დაგირი გეთქვა ბიუჯეტის სამინისტრო თავმჯდომარე გიცნით კიდე გეცვით ბიუჯეტი ეგ რა განათლების მინისტრმა განცხადება დაწერა იცით ალბათ ხო განათლების მინისტრმა გადადგა თურმე ვიღაცამ დაწერა რაღაცა $1000 ჩანთა უყიდია თურმე და თავარი რა არის იცი წულაძე თუ ის გადადგა მეო ჩანთების კოლექციონერი ვარ ვიღაცაო მარკეტს ადროებს ვიღაცა რაღაცა და თუ თქვენ ეს ასე მიიღეთ მოცეთ კულტურის და თუ არ გინდათ მეც არ მიქნებიო და ამ გადადავი რა თქმა უნდა გააგზავნეს ჩანთების ჩანთაც წაიღო ჩანთაც წაიღო გირებული ჩანთები როა კულტურის მინისტრი ხო რუხაძე გადადგა აი ასე თქვენ გადადგა დაწერა განცხადება დაწერა არა დასანიშნი ეგ იყო დაანგრია მთელი პიონერთა სასახლე რა ეს მინდა აქედან მიმართო და როგორ დანიშნეს როგორ შეიძლება ბიჭო სამარცხვინოა რა რომ მოდიოდა ალბათ მან შეაშველა ხელი რომ ეს დარჩენილება მის მაგივრად აი ეს გამოიძახოს იმ კომისიაზე და უთხრას საიდან ღებულობდა ეს ამდენი $1000 საკითხი ბატონო ვახში უშიშროება რო ყავს ქვეყანას აი რომ წეგან ულაპარაკობდნენ აქ და კითხვა იმის თაობაზე აი ურთიერთობები როგორი ქონდა მერაბიშვილისა და იმ ქალბატონის უშიშროება მარიცის დედაყოფილან ეს ყველაფერი იცის მაგრამ ეს არ არის ბატონთებო ჩემი არა გავიგე მაგრამ მე ცუდრამეს კი არ მომბო მე ვამბობ იმას აი ამ ედიშევით ხალხი ეს ხალხი რომ ამისანა ხალხის დაცვას დაიწყებს რა არის ეს ბატონ ვახში ედიშევს აქვს თავისი მოსაზრება მე არა შემოწაძრება არა რამდენჯერ ხარ განდაჩენთანოდი არა იქიდან წერს იმას ის უნდა დაიწეროს და მე აი ბუღალტერიაში და გამოუწერე აი ეს არის გაკიდულები არიან ასე გაკიდულები ქულებს იღებენ დიდი მადლობა აი ბიუჯეტი წინაზე მიდის ამათი დამცველები მე წავიკითხე ბატონ ჯუმბერს ვეთანხმები მე წავიკითხე როგორ გიპასუხა თქვენ ბატონმა გვენეტაც აი ის მიმაჩნია რომ არასწორად გიპასუხოთ და მიმაჩნია რომ თქვენც არასწორად ამბობთ. იმიტომ რომ ჩვენ მივცეთ საშუალება მათ იყვნენ ისეთები როგორიც არიან. როგორიც არიან მე არ ვებძი იმას არ ვეუბნები იმას და ძალიან კარგი ეს ტელევიზია. ძალიან კარგი ეს ტელევიზია რომ ისიც გამოდის და ჩვენც გამოვდივართ. ბატონო ვახში დიდი მადლობა. პირიქით პლურალიზმია და უკეთესია. მოკლედ თავდება ჩვენი ისა და ერის დაუნდე შეთქმულება ვამბობს ვინ არის ამ შეთქმულების გამოაშკარულება მალე გამოაშკარულება ისეთ ხელისუფლება გამოაშკარულება ესა მე არ არის ახლა აშკარა გამოაშკარულება არ არის აშკარა და რა არის გამოსაშკარულება ნუ ვიჩქარე გამოაშკარულება ძალიან მალე ყველაფერი ბატონო ჯუბა გილოცავთ გილოცავთ მე პირადად დიდი პატივისცემითა და ლიტერატურა თქვენს მიმართ განწყობილი დიდი ხანია და როგორ გამეხარდა ვერ წარმოიდგენთ მე მანიში გავიგე რომ ჩვენი საამაყო ლიტერატურის საქართველოს რედაქტორად თქვენ ჩაუდეგეთ სათავეში და მე იმედი მაქვს რომ ყველაზე პოპულარული გაზეთი საქართველოში როგორც იყო ლიტერატურა საქართველოს უნდა აღდგეს და მე გისურვებთ ამ მიმართულებით წარმატებებს ჩვენ რაც შეგვეძლება თქვენ გვერდით გვიულეთ ბატონო ჯუბა თქვენ რამდენიმე სიტყვა უღმესი მადლობა კიდევ ერთხელ დავწუნდი ამ საუბარში რომ ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაგრამ მე რომ ახლა დავამატებ და მე არ შეგებდა ცხენია დღეს რომ მე დაპატიმრებული არ ვარ გამახსენდა ბიძაჩემი ირაკლ ჟვანია ძალიან ბევრმა იცის ძალიან გამორჩეული ადამიანი იყო და ის იგონებდა
30-იან წლების ბოლოს როცა იჭერდნენ აი ამ ცნობილ პროფესორებს და მეცნიერებს თურმე კოტეტიშვილი ვახტანგ კოტეტიშვილი იყო ვახუშტის მამა და ის დააგვიანდა ის დაჭერა და მთელი სტუდენტობა თურმე ამის მიმართ იყო ნეგატიურად ესე იგი განსხვავებული ესე იგი ეს არ არის წესრიგი რა ხან არ დაიჭერს ის დღე მოვიდა დღეს თუმცა ის ბევრი ისეთია დაჭერილი არ უნდა ვცხოვრობდეს მაგი დიდი მადლობა პირველ რიგში მინდა ბატონ თემის მიულოს გავაძლევი რომელიც ორი დღის წინ ჰქონდა და ნამდვილად შემიძლია თქვა სულ პასუხისმგებლობით რომ საქართველოში ალბათ ერთადერთი კაცია რომელსაც ყველა პატივით ხვდებიან ჩვენ არის ისტორიული პოლიტიკოსები რომლებსაც ჩაგერთებით მიუხედავად მისი მწარე გამოსვლებით ხელისუფლების მიმართ საზოგადოება აი როგორ დიდ პატივს ცემს ბატონს. აი ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის მაღალი ინტელექტის. ამიტომ უნდა ვემსახუროთ ქართულ ხალხს სიცოცხლის ფასად. დიდი მადლობა ამის ბატონო თეორია ემსახურებით კიდევაც ამავე დროს ვიდა მოგილოცოთ და აი ეს ახალი სტუდია მე დღეს ვარ პირველად ამ ახალ სტუდიაში და ჩვენ ხშირად სახალხო აქციეთ ძალიან ისეთ ხელსამოსაკავო სიტყვათ ყველა პოეტს ყველა წერას ყველასთვის ამის სახალხო უწოდოთ და აი თუ შეიძლება სახალხო უწოდოთ დღეს შეიძლება გაკუთვნილდეს უწოდოთ სახალხო ტელევიზია იმიტომ რომ ჭეშმარიტად სახალხო არის თავისი ფორმატი თავის გადაცემათა სიუჟეტით სიმრავლეთა და მრავალფეროვნებით ჩვენს არ შეგაცხენ მე დღეს გამოვიდა 4102 ნომერი ლიტერატურის საქართველოსი ჩემი რედაქტორი მეორე ნომერი არის და ნაშა ნადარეიშვილის ლექსიდან ამონარი დავიწყე პირველი გვერდი ეი ბიჭო სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს ვამბობ აქ არის შეცვლილი სიტყვა სამშობლოს წერლობით რომ არც სამშობლოსთან არც წერლობასთან არ უნდა შეგეშალოს დღეს ამაზე არის საუბარი და ჩვენ სამშობლოსთან წერლობა რომ ბატონო ვაჟამ თქვა არ თქმა უნდა უფალი და საქართველოს და ღმერთი და ეს ყველა პრეზიდენტური ცნებები არის ჩვენთვის საქართველოსთვის და ჩვენ დღეინადად ვეშება და 33 წელიწადია ვეშება საკუთარ თავთან ერთმანეთთან ურთიერთობებში სიყვარულში სიძულვილის ქვეყნად გადავიქეცით და ვეშება სამშობლოსთან აი ეს ლიტერატურის საქართველოს რომელიც მართლაც იყო ბატონო ჯუმბერტა მალმანდა ამისთვის გითხრათ რომ ლიტერატურული საქართველოს იყო ერთ-ერთი პოპულარული გაზეთი და ყველა უსმენდა ამას და ყველა კითხულობდა მინდა რომ იქცეს და ყველა სურვილი არის და ძალიან ბევრი ზარები შემოდის და ყველა სუხარია ამ ზარის აღორძინება ჩვენ ვამბობთ რომ აი გვაქვს ყველა სოფლოში პირველი გვინო სოფლოში პირველი თაფლი სოფლოში პირველი ადამიანი ბოლოს რომელიც თქვენ აღმოაჩინეთ და თქვენ არ ვიცით რა ხელს უზენდა გატარებით ქვეყანა მაგრამ იცის ვინმე რომ სოფლიოში იციან ეს კი ერთეულება ვის ტურისტულად მოდის იციან რომ პირველი ზედამზე პირველი ქართველი არის პირველი ადამიანი სოფლიოში მაგრამ იცის ეს ვინმე უკეთებს ამას ეკრამას სახელმწიფო არავის არაფერი არ აინტერესებს მე ხშირად ვამბობ რომ მე-20 საუკუნეა თუ 19 საუკუნეა თურქული სერიალია რომ ძალიან ხანგრძლივად გადის მილიონობით დოლარი ჩადო თურქულმა სახელმწიფო ამ სერიალს გადაღებაში და ეს ფილმი კი არ არის ეს არის ერთგვარი რეკლამა ქვეყნისა და რო უყურებ ფანკირებს და ვფიქრობ ესენი არის დაპრობლემები კი რა კულტურული ქვეყანა ყოფილა აი ესა და მე რომელიც ქართველი ვარ და ვიცი სულ ექსპანსიის ქვეშ ვიყავი ამ ქვეყნიდან დღეს როგორ წარმოაჩენდა ისინი უცხოელებს ვერ დააჯერეთ რომ ის დაპრობლემები და ჩვენ ის რაც გვაქვს იმას არ უკეთებთ რეკლამას ეხლა ვამბობ მაგდა რომ ვაშერით კაცო მაგდა გაბრამთხაროთ ხანდახან ის რამდენი გაქვთ თქვენ კიდე გამოსაძიებელი და ცოტა რაღაცას მივხედოთ ჩვენ ქვეყანას არ მივხედოთ ფულის მოხვეჭაზე ქვეყანა გადასული აბსოლუტურად ბიზნეს და მე ვეთანხმები მოცემულებას რომ პარლამენტში არ უნდა იყოს ბიზნესმენები იმიტომ რომ ისინი ლობირებენ და ლობირება იონის სიტყვა არის პირიქით კი ლობირებენ თუნ არა ბიზნესმენები და ამის იმაზე არის ორიენტირებული და ჩვენ ქვეყანას ვერ გადავარჩენ და ეს მეცნიერთა კონგრესი მე არ ვიცი რა გიქრეს იმ მეცნიერება გპ-ში და რა თქმა უნდა მეცნიერები არიან ვერ და ღმერთმა ამერა რომ საქართველოში მეცნიერება და ეს ფუნდამენტი არის ჩვენი ქვეყნისა მაგრამ ყველა მეცნიერები ყველა ხელოვანი ყველა მეცნიერი ყველა მოაზროვნე ადამიანს გაერთიანდეს
ერთმუშტად შეიკრა და გადავარჩინა ჩვენი ქვეყანა. ეს კონგრესი იქნება თუ რამე, არ არსებობს სხვანაირად ჩვენი პარტიები, ეს ვიცოდა ბუნებრივი არის მათი ინტერესია ხელისუფლებაში მოსვლა და თავთავად შეხედულებები, მაგრამ ეს რაც ფორმატია მეცნიერთა კონგრესი, რაც დებულებები არის, ეს არის პირდაპირ გზა, აი დაიდე, თუ შენ ქვეყანა გიყვარს, ეხელმძღვანელი გამით და შენ გადარჩები და გადაარჩე ქვეყანას. მე გადაცემის ბოლოს კი მივდივარ და ლექსი დავამთავრებ. ენაცა. აი აქ მიწახარდა ძვლები. ეკლები და ვარდები მზეში გადაჩერო, საითმი მართები საქართველოს ჩემო. გაჭიდე და დაქტორეს სულ ზღაპავდა კვლები, რაღა დარჩი მარტოდე მიწახარდა ძვლები. შესწრომაშიც ვაჯობეთ შახს ყელს და ხუთხარს. ღვთის პატარა სამოთხე ცრემელი ხარ და მოთქმა ზესაც მოაგორგოლე ხარ მტკიცე და ურჩი თუ როგორმე ქართველს გადაურჩი ეს ქვეყანა ხავს ქართველებს და გადასარჩენი ქართველებში რა თქმა უნდა იმავე ჯგუფო ვიზეც ვერ კიდე ჩვენვალია დიდი მადლობა ბატონ ჯუბა ჩემო ძირფასებო ჩვენი გადაცემა არა 5 წუთი შევისვენოთ და უნდა გავაგზავნოთ ჩემო ძირფასებო მე გავაგზავნებ ბატონ ჯუბას ბატონს დიდი მადლობა შესანიშნავი ლექსისათვის ჩვენვალია აი ბატონი ვაჟა და აი ჯუბა საქართველოს ზოლა ეს არის სიდიდე როგორ შეიძლება ეს ერი ეს ქვეყანა ამ ქვეყანას მომავალი არ ქონდეს არ არსებობს ეს აი თქვენი მეგობრი ჟურნალი მინდა გადმოგწიაგე გიზო თავაზის წვანე ყვილა ლერი ამინო საკითხის ხონდა აგიმუნაკისთვის გადასაცემად ხოდა წამოვიღე დეპუტატში მიგზავნია ეს და თქვენ გადმოგცემთ ახალესი მეგობარი და თანამებრძოლი გიზო თავაძე წლების მანძილზე და დიდი მადლობა ბატონ თემო მიხარია ბატონო ჯუბლე რომ მომავალში ახლა დაამორჩეს მე არ ვიცოდი ხუჭი ჩემი მეგობრები არიან რომ მარში ტარდება და მასწავლებელი ბრძანდები დიდი ბატონო იქა ჩემი მეგობარია ობამურადაშვილი მე და დიდებული ვიცი რომ ძალიან კარგი ხელმძღვანელი რაიონისა კარგია რაიკომდინებიც გამომივლია მანში 45 წლის მანძილზე პრეფექტიც იყო გამგებლებიც იყვნენ ვინ არ გამოვიარე ახლა მე დაარქვეს რაიონის ხელმძღვანელს მე ახლა რაიკომდინები იყვნენ ემზარბერიძე და ზოგიერთ ქეთინო ქვია ომარ ელოშვილი არაჩვეულებრივი მე მაშინ ანტისაბჭოთა მაშინ ვარ ჩემ დისიდენტური მაშინ და ზოგჯერ აი შენ რაიკომდივანო ლანძღავდნენ აგინებდნენ მე ამის წინააღმდეგ ვიყავ იმდენი რამ ქართული საქმე გაკეთდა ხელისუფლება ისინი იყვნენ აი რამდენი ქართული საქმე გაკეთდა და არ შეიძლება მე აი რაიკომდივანი მეგობარი იყო ჩემი იმიტომ რომ მე პარტიულობით კი არ ვცემ გავს ადამიანს ეგ არის თავი ვინ რა სიკეთე გაუკეთა ჩემ სამშობლოს იმის მიხედვით ვცემ პატივს ჩემო ძირფასებო მაგის შევხვდი და ბატონ ბიზინას ჩუმად ვთხარი თქვენს და დაგიჯერებდი ერთი რამ მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ ჩემო ძირფასებო არაჩვეულებრივი გამოსვლები ქონდათ და ვიცით რომ ჩვენ მომავალი საქართველოს მომავალი აქვს ძალიან კარგი მომავალი რა თქმა უნდა ძალიან კარგი მომავალი მე თვითონ დამოსვლის საბჭოებს რა თქმა უნდა და აი ეს ბატონ თემურის მეთაურობით სამაგალითო არის ეს მეცნიერთა კონგრესი და ის ტელევიზია რომელსაც სწორად ძანეთქვენ სახალხო ტელევიზია არის ეს არის მართალი სიტყვის თქვენი ტელევიზია ჩვენ ჟურნალისტებს მე არ ვცნობ იმ ჟურნალისტებს რომლებიც პოლიტიკოსებად გადაიქცნენ აბსოლუტურად ჟურნალისტის თავარი ფუნქცია არის კი უნდა გაამბიოს ადამიანებს შორის სიძულვი და სიძი უნდა დათესოს იგი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა უნდა დათესოს ჟურნალისტის ფუნქცია არის რომ ერთ მხარესაც მოусმინოს მეორე მხარესაც მოусმინოს და მან გადმოსცეს ყოველგვარი კომენტარების გარეშე ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ეხლა ჟურნალისტია ინგა გრიგორია. ერთად აგვიყვანს რომ გინიტყვის რომ ჟურნალისტია. არის ის ჟურნალისტი? არა ჟურნალისტი. ეს პოლიტიკოსი. ჟურნალისტია.
ჟურნალისტი. ჩემო ძვირფასებო. დიდი მადლობა. აი ასეთი ქართული გული რო გიძღეთ და საქართველოზე ასე ხართ მომართული. ასე ვიყავ და ფიქრობ და ეს არის მეცნიერთა ამი არგინა ეს არის ძირითადი მისია და დანიშნულება მოვალეობა იმეცნიერთა კონგრესისა რომლებიც აი ქართული ერთობის დარბაზის რომლის სათავეშია ბატონო ჯუბა მაპატიეთ ბატონო ჯუბა სწორად თქვენ ჩვენ ის ავტორიტეტები მეცნიერებისა ხელოვნების კულტურის წერლობის ის დიდი ავტორიტეტები რომლებიც საზოგადოებაში დიდ სიყვარულს აი სპორტში ნონა გაფრინდაშვილი ვინ შეიძლება როგორ გვახარებენ არა ჩვენი სპორტსმენები როგორ გვახარებენ ჩვენი მეცნიერებისა და მიუხედავად ამ გაჭირებისა მეცნიერების და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები ძალიან გვახარებენ მე პირადად არასწორად მიმაჩნია ისეთ ქვეყანაში როგორიც არის საქართველო მილიონები მისცე სპორტსმენს ეს სხვა მე მახარებს მათი წარმატება მახარებს ძალიან მახარებს მათი წარმატება და მე მოუწოდებ ყველა ხელოვნების თუ მეცნიერების წარმომადგენლებს პოლიტიკაში მიჩაერთებიან მიხედავთ თავის საქმეს თავის პროფესიით უყვართ ხალხს რითაც უყვართ შენ სპორტსმენი თუ მეცნიერი თუ ხელოვანი ხელის გულზე ვინ შეიძლება პაატა ბურჭულაძის რა სიყვარული იყო რა მაღალი დონის სოფლიო მასშტაბის ისა აი რა არის იცი პოლიტიკაში არ უნდა წავიდეს ასეთი პირობები აი ჩვენ პოლიტიკაში ვართ თუ არა ვართ მე არა ვარ ჩვენ პოლიტიკაში ჩვენ მეცნიერები საქართველოს ვფიქრობ და მივმართავთ ჩვენი პროგრამებით იმას ვაკეთებთ და აი ეს კუმპლეტი შეიძლება გავიმეორა ერთი კუმპლეტი მარტო არაჩვეულებრივი ერთი ლექსის რომ დავამახსოვროთ ხალხს შენს მტრობაშიც ვაჯობეთ შარს ყაენს და ხოთქარს ღვთის პატარა სამოთხეულ ცრემლი ხარ და მოთქმა უნდა დავამარცხოთ ჩვენ ერთად ის ვინც არის თვისებები და ხოთქარი იმაზე უნდა გავიმარჯვოთ ეს თავრობა არის და მეტი ჩვენ გავიმარჯვებთ ძალიან გონიერებით ჭკუით უნდა ვაჯობოთ ყველას აი ეს არის ჩემი მოწოდება და ასეც იქნება გონიერება ჭკუა რომელიც გამოყრილი არის აი ამ მეცნიერთა კონგრესში და ახლა ბატონო აი ამ ორ პიროვნებას ბატონი ვილი თალაკვაძესა და სოსო არჩვაძეს აი ეს არის ორიენტირი თქმა უნდა დიდი ესენი არიან აი ამათ ჭირდებათ ასე ამათ ჭირდებათ წინ წამოწევა და ბავშვები უნდა გაიზარდონ აი ასეთ პიროვნებებზე ასეთ ავტორიტეტებზე აი ამას ჭირდება რეკლამა სწორად ამბობს რამდენი საქმე კეთდება არაჩვეულებრივი საქმეები კეთდება საქართველოში აი მართლაც შიშველი ხელით და მშიერი ადამიანები საოცარ რაღაცებს ქმნიან აი ამას ჭირდებათ რეკლამა და განსაკუთრებით დედას რავაშვილიან დედებს ეს ცოტა ზოგჯერ გამოფხიზლება დაიწყეს აი ჩვენ შევძახოთ გააკეთოს ხელისუფლება ჩვენ დასაუბრად რა თქმა უნდა ის პრობლემები მოაგვაროს ხელისუფლება ის არის რა თქმა უნდა თავის პირად ცხოვრების მოწყობაზე კი არ უნდა ფიქრობდეს ქვეყანაზე ჩვენ დიდ ოჯახზე საქართველოზე ფიქრობდეს მე პატივცემ ყველას აი გითხარით და მანისის ხელმძღვანელობაზე მქონდა საუბარი კარგი ქართველები ყავდა რა პარტიული მუშაკებიც ბევრი ქართველები დღესაც ბევრი ყავს ჩვენ ხელისუფლებაში ადგილობრივ თუ ცენტრალურში მაგრამ ამინდის ვერ ქმნიან ისინი არა აი ჩემო ძვირფასებო დიდ მადლობას მოგახსენებთ რევანები შეხვედრისათვის თქვენი სიტყვებისათვის გაიხარეთ ჩვენ სამშობლოს გაუთხილეთ პირველ რიგში ერთმანეთს გაუთხილეთ და მე ერთად ჩვენ სამშობლოს გავუთხილეთ 10 წუთში გავაგზავნებთ